გამარჯობა, გაგაცნობთ ნინას, რომელიც არის ერთ-ერთი პატარძალი, რომელიც ჩაერთვა Bright to Bright სარვამარტო კამპანიის სერიაში და მზად არის, რომ გააზიაროს თავისი გამოცდილება იმ პატარძლებისთვის, რომლებიც ახლა გადიან ამ გზას. მე ვარ მაკა დრომერის დამფუძნებელი, რომელიც არის საქართველოში პირველი behind the scene content creator-ის სერვისი ღონისძიებებისთვის და ქორწილებისთვის. და გადაწყვიტა, რომ ამ დრომერი კასტის სარვამარტო სერიაში მოვიწვიო რამდენიმე პატარძალი, რომელიც თავის ძალიან საინტერესო გამოცდილებას გაგვიზიარებს და ნინა, მიხარია რომ დამთანხმდი და ჩაერთვები ამ სერიაში. ჯერ გაგვაცანი შენ თავი, ვინ ხარ, რა საქმიანობ ყოველდღიურად და რა არის ამის გარდა შენი ინტერესები და ჰობები. კი ბატონო, პირველ რიგში მოგესალმებით ყველას, ვინც გვიყურებს და ძალიან მიხარია თუ აი ამ ერთი რაღაცა ჩანაწერით ვინმეს მაინც თუნდაც რაღაც ყოველდღიურობას, რაც ქორწილის პერიოდში ექნება, ამას თქვა გაუმარტივებ. ძალიან დიდი პატივია ეს ჩემთვის. რაც შემეხება მე ვარ კონტენტ კრეატორი, ჩემი პროფესიით, მუშაობ ფრილანსად და ასევე კომპანიაში ვიღებ rilsებს, ვიდეოებს და ეს არის ჩემი ჰობიც, გატაცებაც, სასიამოვნო საქმიანობაც და ძალიან მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ. სანამ ქორწილის დეტალებზე გადავალთ, მაინტერესებს თქვენი წყვილის ისტორია. როგორ გაიცანთ ერთმანეთი და როგორი ამბავი გაქვთ ერთად? გაცნობით დაახლოებით 3 წელი ვიყავით ერთად. გაცნობაც რაღაცნაირად ისე დაუგეგმავად მოხდა, როგორც ხდება ხოლმე იდეაში და მოვლენებით ისე განვითარდა, რომ ალბათ ყველაზე სასურველ დროს და ყველაზე სწორ დროს ვიპოვე ადამიანი, რომელიც არის ჩემთვის ყველაფერია, მეგობარიც, პარტნიორიც, არის უახლოესი ადამიანი, რომელთანაც თითოეული დღის წამის წუთის გაზიარება ჩემთვის ყოველთვის შვებაა და სიხარული. რაც შეეხება ამ პერიოდს, რაღაცა ძალიან ისე თავიდან თითქოს უფრო მეგობრულად დავიწყეთ, მე ავიწყეთ, როგორც ხდება ხოლმე და საკმაოდ გააზრებულ ასაკში ვიპოვეთ ერთმანეთი. 3 წლის შემდგომ კი თხოვა ხელი და სადღაც 1 წლის თავზე დავგეგმეთ ქორწილი. ესე პირდაპირ არ მომხდარა, რაღაცნაირად მინდოდა რომ ყველაფერი ისე ყოფილიყო, რომ ორივეს როგორც გვინდოდა, რაღაც დაგეგმილად, სწორად ჩატარებულიყო ეს ყველაფერი და ამიტომ არ ვიჩქარე, რაღაცა 2-3 თვეში არ ვიჩქარე, დაველოდა 1 წლის გასვლას და ზუსტად 1 წლის თავზე ვქონდა ძალიან კარგი საოცნებო ქორწილი. თან მიხარია და მეც რაღაცნაირად ვემხრობი ხოლმე ეგეთ უფრო გააზრებულ გადაწყვეტილებებს და ინტერვალის ქონას ხელის თხოვნიდან და ნიშნობიდან ქორწილამდე. იმიტომ რომ ნუ ისედაც დაგეგმავსა ძალიან ბევრი დრო ჭირდება ხოლმე. და თქვენ თვითონ რამდენი ხნით ადრე დაიწყეთ ეს ქორწილის დაგეგმვა? აი რომ გადაწყვიტეთ რომ ქორწილი გინდათ და აკეთებთ, აი რამდენი ხნით ადრე დაიწყეთ ეს ყველაფერი? იდეაში ჩვენი ამბავი ერთად, ასე ვთქვათ, ხელის თხოვნის შემდგომ ის იყო ივლისში. საკმაოდ დრო მქონდა იმისთვის, რომ თუნდაც სექტემბერ-ოქტომბერში, როდესაც ვთქვათ, კიდევ უფრო ისეთი ამინდები არის, რომ რაღაცა საქორწილო ვაიბები შეიქმნეს, მქონდა, თუმცა გადავწყვიტე, რომ რაღაცნაირად ეს ყველაფერი უფრო ეს ივნისის პერიოდში რაღაცნაირად უფრო ესე წარმომედგინა. მზადება დავიწყე მარტში, უფრო სწორედ აი თავიდანვე ვიცოდით, რომ რაღაცა ქორწილი უნდა ყოფილიყო, არ უნდა ყოფილიყო ეს პატარა ქორწილი, იმიტომ რომ კი ამბობენ ხოლმე სტერეოტიპულად უყურებენ, რომ აი ეს ნათესაობა, ეს მეგობრები რაღაცა დიდ წეს ქმნის, მაგრამ ჩვენთან ანუ ესე რომ ვთქვა, უამრავი მეგობარი ყავს და გვინდოდა თუ არ გვინდოდა ეს ქორწილის, ასე ვთქვათ, მასშტაბური ქორწილი უნდა დაგეგმილიყო. ესე უკვე კონკრეტულად ფიქრი დავიწყე მარტში და უკვე განხორციელებაზე გადავედი აპრილიდან. აგვისტოს ბოლოს მქონდა ქორწილი. აი ამ შუალედში მოვახერხე ის, რომ ასე ვთქვათ, ეს ყველაფერი დამეორგანიზებინა. თუმცა მარტში, როდესაც უკვე ამაზე იყო საუბარი, რომ ეს არ იქნებოდა პატარა ქორწილი, იქნებოდა 300 კაციანი და ძალიან ბევრი დეტალი და ნიუანსი იქნებოდა ამ ყველაფერში, თავიდანვე რაღაცნაირად მივიღე ესეთი გადაწყვეტილება, რომ ჩემ თავზე მეტთან ამეღო.
მიზეზი ამ ყველაფრის იყო ის, რომ უბრალოდ ამ სფეროსთან ახლო შეხება მაგ კონტენტ კრეატორი რო არის ივენთებთან, ასე ვთქვათ, გადაკვეთა ყოველთვის მქონდა, ასევე მყავდა უამრავი სანაცნობო, რომელთანაც ჩემი პირადი ქორწილის პერიოდშიც გადავიკვეთებოდი და პლუს ამას რაღაცნაირად მგონია, რომ საბოლოო გადაწყვეტილებებს მაინც ვიღებთ ჩვენ, ადამიანები, რომლებიც ამ ქორწილს გეგმავთ. შესაბამისად, ასე ვფიქრობდი, რომ საბოლოო, ასე ვთქვათ, აფსიჩქვა, რასაც ეძახიან, მე უნდა გამეკეთებინა და ბარემ ამ ყველაფერს თან რაღაცნაირად სასიამოვნო იყო რა, საკუთარ ქორწილს რო გეგმავ და ამ ყველა დეტალში შედიხარ, ეს ჩემთვის სასიამოვნო პერიოდთან ასოცირდებოდა. ვერ ვიტყვი, რომ სტრესული არ იყო. იყო განსაკუთრებით ბოლო პერიოდში უკვე მთელვარებამ რომ მოიმატა მეც საკუთარ თავს არ გავდი მაგრამ ამ შეფასებით კი კარგი იქნებოდა რომ თქვა რაღაცები გადამინაწილებინა სხვა ადამიანებზეც მაგრამ საკუთარი გადაწყვეტილებით ნამდვილად არ ვარ უკმაყოფილო იმიტომ რომ რაც მოხდა და რაც გამოვიდა ძალიან კარგი და მე ძალიან კმაყოფილი ვარ ამ გადაწყვეტილებით კი საბოლოოდ ისწრაფია რომ იმიტომ მე ჩემი მეგობრებიც ადამიანებიც ვინც ჩვენს ქორწილში იყვნენ გულწრფელად ძალიან კარგი ემოციებით დატოვეს იქაურობა და ის ყველაზე მეტად მაბედნიერებს მე ძალიან კარგია ნამდვილად და ეს 300 კაცი ცოტა მართლა არ არის იმისთვის რომ საკუთარ თავზე აიღოს პატარძალმა ამ ყველაფრის გაკეთება და ორგანიზება და ну ამას როგორც ხვდები რაღაც კიდე ცალკე უნარებიც სჭირდება რომ ადამიანს კონდეს რომ თვითონ იყოს ორგანიზებული თვითონ შეეძლოს პატარძალს ამ ყველაფრის რაღაცნაირად დაგეგმვა და მე ამ ყველაფერს მიყოლა ტაიმლაინებში დედლაინებში და ასე შემდეგ და ну ყველას არ გამოსდის ეს რა თქმა უნდა და ძალიან რთულია და აი შენ შემთხვევაში მაინტერესებს თავიდან რომ დაიწყეთ, როგორ დაიწყეთ, ან პირველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები რა იყო, რაც მიიღეთ? კი, პირველი რაც მახსოვს იყო ის ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ზუსტად ვიცოდი, ვინ უნდა მყავდა ფოტოგრაფი, ეს იყო სასო გამგებელი, რომელიც მანამდეც ჩემი ახლოსი თაქალისთვის მეჯვარეც ვიყავით მის ქორწილშიც ჩემი ინიციატივით იყო ეს ადამიანი იქ და ბევრი არ მიფიქრია, პირველი რაც დავჯავშნი, ასე ვთქვათ, დღე როდესაც მესიჯი, რომ ამა და ამ დღეს მქონდა ქორწილი და ფოტოგრაფი უნდა ყოფილიყო ის. ეს იყო ჩემი პირველი გადაწყვეტილება. თან დაახლოებით ყოველთვის წარმომედგინე ამ სფეროში, როდესაც ხარ და იღებ ფოტოს თუ ვიდეოს, დაახლოებით იცი რა გინდა. ჩემ შემთხვევაში ვიცოდი, რომ არ მინდოდა შელამაზებული მომენტების გადაღება. მინდოდა ეს ყველაფერი რაც გულწრფელი ემოციები იქ რაც გაჩნდებოდა, ის ყოფილიყო აღბეჭდილი ფოტოებში, თუნდაც ჩვენში და არ მინდოდა რაღაცა კონკრეტულად გლას დავდგეთ, აბა გაიღიმე, აბა ხელი მოგდე, ეს ყველაფერი არ მინდოდა და ვიცოდი რომ ამ ყველაფერში ანუ იმდანაც ბუნებრივი იყო ხოლმე სოსოს ფოტოები რასაც ვნახულობთ ხოლმე დაახლოებით უკვე წარმოადგენაში მქონდა რომ აი ეს იქნებოდა ის ადამიანი ვინც ჩემს ქორწილს ლამაზად აღბეჭდავდა ეს იყო პირველი რაც გავაკეთე შემდგომ იყო უკვე ჩემ შემთხვევაში ისე განვითარდა მოვლენები, რომ რეისტორნის ძებნა ცოტათი დაგვიანებული იყო, იმიტომ რომ მიხედვით იმისა, რომ მარტში დავიწყეთ ეს ყველაფერი, მაინც უკვე ის პერიოდი ახლა მარხვები, ისეთი დღეები ემთხვევა ხოლმე ამ გაზაფხულში, რომ შეიძლება რაღაცა ისე მოხდეს, რომ ესა და ეს თარიღიზე, ანუ შაბათ პირობითად რო ავიღოთ შაბათი დღე, კვირა დღე, ყოველთვის დაჯავშნილია ხოლმე და ალბათ ამას შევცვლიდი, რომ კი საკმარისი დრო მქონდა, მაგრამ აი ცოტა უკვე ესეთი კარგი თარიღები, რაც იდეაში თავიდან უფრო გონებაში მქონდა ჩაბეჭილი, სამწუხაროდ უკვე დაჯავშნილი იყო. ამას შევცვლიდი. მაგრამ გამიმართლა იმ კუთხით, რომ გვიანი არ იყო, მე მქონდა 31 აგვისტოს ქორწილი, იყო კვირა დღე, იმიტომ რომ სამწუხაროდ აი შაბათი დღის სტანდარტულად შაბათი კარგი ამბავია ზოგადად ქორწილისთვის, იმიტომ რომ მეორე დღეს ისვენებ, სტუმრებიც ისვენებენ და რაღაცა ორ შაბათი სამუშაო დღე უფრო მარტივია ხოლმე და ანუ აი ამის განცდა მქონდა რომ აი კვირა დღეს რო ვაკეთებთ რაღაცა ისე არ იყოს, მაგრამ
დიდად პრობლემა არ შექმნილა, იმიტომ რომ კვირა მაინც რაღაცნაირად ესე კარგად ხალისიანად გადავიარეთ და ის მნიშვნელოვანი ადამიანები, ვინც თქვათ მეორე დღეს უნდა მყოლოდა გვერდით, წინასწარ შეთანხმებული რომ ვიყავი ზაფხულის პერიოდში მარტივად აიღეს day-off-ებიც და რაღაცნაირად ერთიანად შევკარით ეს მეორე დღის ამბავიც. მე თეატრი ავარჩიე, ლოკაციაც, სადაც გადავიხადე ჩემი ქორწილი და მგონია რომ ძალიან გამიმართლა, იმიტომ რომ ეს იყო ადგილი მხოლოდ ადგილის გამო არა. სტაფმა და არსებულმა პერსონალმა ისეთი კომფორტი შემიქმნა ყოველდღიურობაში და იქიდან გამომდინარე რომ მარტო გეგმავდი ამ ყველაფერს, რომ მართლა ემოციურად ძალიან კმაყოფილი ვიყავი მეორე დღესაც და ზოგადად ეხლა შევიდანაც რო უყურებ ძალიან ძალიან რაღაცა სასიამოვნო და კარგი ვაიბები ქონდა ამ ადგილს. თან ძალიან რთული არის ზოგადად 300 კაცი არც ცოტა არის რომ დაატიო თან დაატიო ისეთ რესტორანში და ადგილში რომელიც თქვა შენთვის მოსაწონი იქნება ჩემი ერთ-ერთი ასე თქვათ, პოინტებად რაც მქონდა ჩამოწერილი იყო ის, რომ რახან დიდი რაოდენობაზე გავდივდით, არ მინდოდა რომ ყოფილიყო ქალა გარეთ, იმიტომ რომ ყველა ერთობა, ყველა სვავს, ყველა რაღაც შეიძლება არაფხიზელი იყოს და 300 კაცი ცოტა არარეალური არის, რომ თქვათ დარჩეს იმ კონკრეტულ ლოკაციაზე. ესეც შესაძლებელია, მაგრამ ნუ რაღაცნაირად გამარტივება მინდოდა ამისი და ჩემი main რომ point-ი იყო ბარე რაღაცა მაქვე და ყველათვის კომფორტულად. თეატრის ლოკაცია თვითონ გაფორმებით და არსებული ინვენტარით სრულად ორგანიზებული იყო ეს ყველაფერი. არ იყო რაღაცნაირად სტანდარტული, რომ აი ხო ხდება როდესაც გაქვს ქორწილი, გინდა რომ შენი ქორწილი იყოს განსაკუთრებული და თუნდაც ის დიზაინი და ასე შემდეგ იყოს შენი. რაღაცა შენთან ასოცირდებოდეს. იმდენად რაღაცა ნაზი, ჰაეროვანი გადაწყვეტილება იყო თან თეატრს მე როგორც გავარკვია, ხდებოდა ესე რომ რაც ყოველ წელიწად სხვადასხვა ასე ვთქვათ გაფორმება ჰქონდათ და ეს არ მეორდებოდა და ნუ ამ წელს რაც ვთქვათ ქორწილები იქნებოდა მხოლოდ აქ იქნებოდა ეს ვიზუალი და ჩემთვის იმდენად სადა და რაღაცა კარგად ჩდებოდა გემოვნებაში რომ ანუ ამან ძალიან დიდი როლი ითამაშა იმაში რომ მე ცალკე არ მყოლია დიზაინერი რომელიც ვთქვათ უშუალოდ რესტორნის სივრცეში დამეხმარებოდა მაგრამ მხოლოდ თეატრით არ შემოვიფარგლეთ, იმიტომ რომ მინდოდა ჩემი სურვილი იყო მოკლედ რომ ხელისმოწერა მქონოდა ღია ცის ქვეშ, ზოგადად ქორწილის თვითონ ეს რესტორანი ამბავი ღია ცის ქვეშ მინდოდა, მაგრამ ძალიან ასე ვთქვათ, უნდა გაგიმართლოს ამ ყველაფერში, იმიტომ რომ ამის 5 თვით ადრე ვერ ასე ვთქვათ, ვერ გათვლი. თუნდაც ერთი თვის ადრეც რომ იყოს, შეიძლება რაღაცები აირიოს და ძალიან მაინც დიდი ვერ იზამ. ხო და თან 300 კაცი ცოტა არ არის ამისთვის და ამიტომ ეს სურვილი რომ დამეკმაყოფილებინა გადაწყვეტა რომ ჯურის შემდგომ ხელისმოწერა ცალკე სივრცეში მქონოდა და მქონდა ლისზე ძალიან პატარა მაგრამ ძალიან საყვარელ ადგილას სადაც აი ეს ვინტაჟური გარემო იყო რაღაცა ბუნება რაღაცა ძველი ხე აი ეს დეტალები რაც თქვათ ძალიან მხიბლავდა ამ ყველაფერში მავსებდა ასე ვთქვათ მაგრამ იყო რაღაცა ინვენტარი, რაც რის დამატებას მინდოდა და ეს ყველაფერი მე თვითონ დავამატე, რაღაცა ეს პერიოდი გავთვალე, გამოვწერა ეს ყველაფერი, მინდოდა რომ საკუთარი ინიციალებით ქონოდათ სტუმრებს რაღაცა ნივთები დახვედროდათ იქ, დაეტოვებინათ მემორის სახით რაღაცეები და აი ამ გათვალ-გამოთვალში კი ძალიან გამეწელა და ეს ბანერებიც კი მე დავამზადე, რეალურად welcome ბანერებიც მე დავამზადე, ეს ყველაფერიც მე შევქმენი და უკვე მე აზარში რომ შევედი მივხვდი რომ ძალიან ბევრი რაღაცის გამოწერა მიწევდა, მაგრამ სხვათა შორის არ იყო ცუდი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ბიუჯეტის მხრივაც რომ ესე ძალიან გულწრფელად და ღიად რო ვილაპარაკო, როდესაც ამ ყველაფერს ქირაობ, ხშირ შემთხვევაში არ არის ხოლმე ეს ვთქვათ, მე მქონდა ინვენტარი, ეს მარაოები, კიდე სხვადასხვა პატარა რაღაცები, სადაც ეწერა ჩვენი ინიციალები, თარიღი და ასე შემდეგ, ამ ყველაფრის დამზადება და შემდგომ კომპანია რომ ამ ყველაფერს ასე ვთქვათ გიმზადებს და საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, თან მით უმეტეს რომ არ იყო პატარა ქორწილი და პატარა რაოდენობაზე არ იყო ეს გაცვლა და ჩემ შემთხვევაში
სწორი ის აღმოჩნდა, რომ მარტიდანვე დავიწყე ამ ყველაფრის გამოწერა და დავტესტე ჯერ პირველ რიგში 10-თაოდ გამოვწერე და როცა უკვე მივხვდი, რომ შდებოდა იმაში, რაც მინდოდა, მე ძალიან მარტივი აღმოჩნდა ეს ყველაფერი და ფინანსურადაც გაცილებით, ანუ სრულად რეჟი სურვილიც მქონდა, მოკლედ რაც კი წარმოვედგინა, მართლა ყველაფერი იყო ჩემს ქორწილში და საკმაოდ ადეკვატურ ღირებულებაში ჩაჯდა ეს ყველაფერი. აქ კიდევ ერთ-ერთი main point-ი იყო ბენდი და ადამიანები, ვინც ასე ვთქვათ, ამ დღეს გაალამაზებდნენ და ჩემ შემთხვევაში აღმოჩნდა ისე, რომ მე ცოტა მინდოდა, რომ ეს დღე ყოფილიყო მრავალფეროვანი, გადავწყვიტეთ, რომ ქართული ელემენტები ჩვენთვის ძალიან მისაღები იყო და ზოგადად ქორწილსაც რო გეგმავდი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანს რა უნდა. ჩემ შემთხვევაში იყო ესეთი სიტუაცია, რომ მე არ მინდოდა მხოლოდ მეგობრები ყოფილიყვნენ, აქ მე მინდოდა ჩემთვის ყველა საყვარელი ადამიანი ყოფილიყო, ეს იქნებოდა ნათესავი, ახლობელი, ასაკით დიდი ასე შემდეგ არ ქონდა ამას მნიშვნელობა, მე მინდოდა რომ ეს დღე ჩემთვის განსაკუთრებული და ყველასთან ერთად აღმენიშნა. შესაბამისად, თავიდანვე გავითავისე ის, რომ მხოლოდ ახალგაზრდული ვაიბი არ უნდა ქონოდა ამას და ძალიან მომწონს რატომაც არა ქართული სტილი და სიხალისის შემოტანაც ჩემთვის ძალიან პრიორიტეტული იყო. შესაბამისად გადავწყვიტე რომ ყავდა ორი ბენდი, ერთი იყო ქართული, რომელიც ქართულ ძალიან კარგ მუსიკას შემოგთავაზებდა და თან პლუს ამას სათხე გრძელოებთან ერთად, როგორც ხდება ხოლმე. და მეორე ცოტა უფრო ხიარული, ენერგიული და არა მარტო ქართული მუსიკით დატვირთული ბენდი მინდოდა რომ ყავდა. ხო, ანუ სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებისთვის გინდოდა რომ მაქსიმალურად ეს მუსიკალური რაღაცა გართობით ნაწილი ყოფილიყო ყველასთვის ისეთი, რომ ყველა ჩართულიყო და არა მარტო რაღაცა ახალგაზრდული მიმართულება და გემოვნების დაკმაყოფილება რომ გამოსულიყო, ხო, საბოლოო ჯამში. კი, ზუსტად ეგ მქონდა, ასე ვთქვათ, თავში დაგონებაში, რომ აი ეს თემა მიქსი მინდოდა ყოფილიყო, იმიტომ რომ მანამდეც მქონდა ძალიან კარგი მაგალითი, ჩემი უახლოესი მეგობრების ქეთაგორეთიანის ქორწილში იყო, აი ზუსტად ეს ტანდემი, რაც მომეწონა, რომ ყველაფერი იყო ამ ქორწილში, როგორც ქართული ემოცია და რაღაცა ის, რაც ჩვენ ყველას გვაქვს და ასევე იყო ის რაღაც არაქართულიც, რომელიც ჩვენი ყოველდღიურობა არის და აი რაღაცა მაგალითად ავიღე, რომ მინდოდა რომ აი ესეთი ემოცია ყოფილიყო. კი, მართლა კარგი გადაწყვეტილება არის და თან აი როგორც წყვილს და პატარძალს, ანუ გინდა რომ მართლა ვისაც პატიჟებ და ეს ადამიანები რომ მოდიან, მართლა გულით გაიგიარონ ის ყველაფერი შენთან ერთად და მარტო ის არ იყოს, რომ შენ რაც გინდა იმაში ჩაერთონ, რა თქმა უნდა, ეგეც უნდა იყოს, მაგრამ იმასაც რო ითვალისწინებ, რომ იმ სტუმრებისთვისაც სასიამოვნო იყოს, იქ ყოფნა და გართობა და ხა საყვარელი ადამიანები, რაც არ უნდა ჩაურთო, მაინც ყველაფერზე გაერთობიან შენთან ერთად, მაგრამ საქართველოში როცა არის მაინც ტრადიციული ქორწილი, აქაც ძალიან სასიამოვნოა ეს კულტურული ელემენტების შემოტანაც. კი, გეთახმები სრულად. თან ჩემ შემთხვევაში იყო ის, რომ მეც და ჩემ მეუღლეც ესე ქართულ ცეკვასთან ცოტა შორს ვიყავით. ეს ჩემი პირადი შეხედულებაა. მე მგონია, რომ ზოგადად რაღაცები, ანუ შენს ქორწილში ის რაღაცები უნდა ჩააქცეო და ის რაღაცები უნდა გააკეთო, რაც გსიამოვნებს. არ მიყვარს დადგმული ძალით, აი ადამიანებს რო ეთყობათ ხოლმე, რომ ძალით ზეკვავენ, ეს არ მინდოდა. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, რომ ძალიან არ გვეწვალა ეს ქართული ვაიბი და ეს ყველაფერი მოსულიყო ბენდისგან და ჩვენ ახლა მაგალითად ქორწილში არ მქონდა ქართული არ გვცეკვია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ქართული ემოციები არ იყო პირიქით ძალიან ბევრი ჩვენმა მეგობრებმა, ახლობლებმა ქართული მუსიკის ჩართვის დროს საოცარი სცენა დადგეს, იცეკვეს იქ, გაერთნენ და ანუ ეს ემოცია იგრძნობოდა ამ ყველაფერში. ეგ კარგია, რომ რაღაცა თავი ჩარჩოში არ ჩაისვით იმ კუთხით, რომ აი ყველა ქართულ ცეკვას და მოდი ჩვენც ახლა ვიაროთ რეპეტიციებზე და რაღაცა ვიწვალოთ და მე აი რაღაცა დავდგათ რა და მაინც მოახერხე იმ რაღაც ბალანსის შენარჩუნება, რომ თან ქართულ ტრადიციული ყოფილიყო, თან თქვენი თავი არ გეწვალებინათ და რაც მართლა თქვენთვის არის კომფორტული და სასიამოვნო, ისე დაგეგმეთ ზუსტად და ეს თქვენი ცეკვა როგორი იყო? აი მაგიდან გამომდინარე როგორ დაგეგმეთ? ჩვენ ცეკვა იყო ძალიან სასაცილო, იმიტომ
მართლა ძალიან ვემზადებოდით ამისთვის, დავდიოდით ჩვენს მასწავლებელთან, ანუ არაქართული ცეკვა ვიცეკვეთ, რაღაცა მიქსი. თითქოს ეს ტანგოსთანაც ასოცირდებოდა თან ცოტა ჯაივთანაც რაღაც ისეთი იყო. კარგი გადასვლებით, მართლა კარგად ვიმეცადინეთ თან ბოლო ორ კვირაში. მართლა 2 საათი ვიყავით ხოლმე საღამოს ჩვენს მასწავლებელთან, თუმცა მოხდა ის, რომ აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოინტი, რაც მინდოდა მეთქვა მომავალი პატარძლებისთვის, რომ რასაც დაგეგმავთ, მნიშვნელოვანია, რომ ქორწილის დაწყების უკვე რესტორანში ყოფნის დროს თავიდანვე ეს ყველაფერი გააკეთოთ, იმიტომ რომ ჩვენ შემთხვევაში მოხდა ისე, რომ კი მე სხვა ასე ვთქვათ, ისიც მქონდა სიურპრიზიც, რასაც შემდგომ ვისაუბრებ, მაგრამ ჩვენი საერთო სიურპრიზი იყო ცეკვა, რომელიც ძალიან ბოლო პერიოდში მოხდა ეგ ყველაფერი. ვიყავით უკვე დავლიეთ, ვერთობოდით ასე შემდეგ და ფეხი აგვერია, რაღაც აქეთ-იქით ისე გამოვიდა, რომ ბოლომდე საკუთარი თავი და ის რაც ჰქონდა ჩადებული, ვერ ასე ვთქვათ, გამოვაჩინეთ, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველა გვეუბნება, რომ მაინც ძალიან კარგი იყო, მაგრამ მე ცოტა ისე ვიყავი, რომ უფრო მეტი მინდოდა და რაღაცნაირად ვერ გამოვიდა. ეს იყო, რასაც აი შევცვლიდი აუცილებლად, რომ გეგმაში მქონოდა თავიდანვე ეს ყველაფერი და რაღაცნაირად მე თან ძალიან ხელავდი, ამ ცეკვაზე ხელავდი მართლა ყველაზე მეც უკვე რომ მივედით და რაღაცა რომ შევიკრიბეთ ხალხი იქიდან მოყოლებული თან ვიცოდი რომ პირველი კაბით ვერ ვიცეკვებდი, უნდა გამომეცალა რაღაცა და თავში მქონდა რომ ვერანაირად ვერ დამშვიდდი, სანამ ეს ცეკვა არ მივიყვანეთ ბოლომდე და კარგი იქნება რომ ესეთი რაღაცები რაც გაღელვებთ პირველ რიგში ასე ვთქვათ თავიდანვე წესრიგში მივიყვანოთ და მოიშორო. და მე უკვე აი ამ ცეკვის მერე ვიყავი და ცოტა მოვეშვი და შემიძლია მეთქი ეცნაირად თან უკვე ფორმაშიც გინდა რომ ბოლომდე იყო იმიტომ რომ ამ ცეკვას ყველა იღებს ყველა უყურებს კი ძალიან საყვარლობა გამოვიდა მაგრამ აი ვიდეოებს რო უყურებ ხოლმე რაღაცებით მინდა რომ ცოტა გადავახვიო იმიტომ რომ იქ რო ფეხი მეშლება ნერვები მეშლება რომ აი ამას ვაკეთებდი და ვიდა მაგრამ ნუ ეს ყველაფერი ხა ხუმრობით საბოლოო ჯამში მაინც მოიტანა ის ეფექტი რაც გვინდოდა ხო, რა თქმა უნდა. ეხლა მე მაგალითად ეხლა მაგაზე გამახსენდა ერთ-ერთ ქორწილში, უცხოელი წყვილი იყო და ისე მოხდა, რომ ეს პირველი ცეკვა მთელი ამ რიტუალების და ცერემონიის მერე ჰქონდათ მეგობრებს სიტყვით წარდგენები, საჩუქრები, დალევა, ერთმანეთის სურპრიზები, რაღაცები და ეს პირველი ცეკვა ამათმა ძალიან ბოლოში მოიტოვეს, ისე გამოვიდა რა, უკვე სხვა სივრცეში რომ გადადის დახურულ სივრცეში და after party რო იწყება, ეს შემდგომი წვეულება იქ ქონდათ და ამ დროს უკვე ყველა ისეთი ნასვამი და შეჟუჟუნებული იყო, რომ თან ამ გოგომ რაღაც მომენტში სადღაც ტელეფონი დაკარგა, იმას ეძებდა და ნუ სანამ მოვიდა საბოლოოდ ამ ცეკვისთვის, აი არაფერი აღარ ახსოვდათ უკვე და აი მაგათაც ისეთი სასაცილო ცეკვა გამოვიდა, თქო თან ძალიან საყვარელი, თან ყველა ისეთი მთვრალი იყო გარშემო, რომ ვერავინ ვერაფერს ვერ შეამჩნევდა და ნუ აი პრინციპში ეგეთი კაი ცეკვიშვიდო მე არა მაქვს რა, ანუ ძალიან კარგი და ძალიან აი გულწრფელი და ნამდვილი და სახალისო გამოვიდა. აი როგორების იყვნენ, აი ზუსტად ეგეთი იყო რა. აი მე მომწონს რომ რაღაცები გეგმო, მაგრამ აი არა დაგეგმოს და არა სულ სისწორეში მყოფსაც ისეთი კარგი ემოციები მოაქვს და მოაქვს, იმიტომ რომ შენთვის საყვარელი ადამიანები ყავს გარშემო და ეგ არის დღე, როცა ყველას უხარია მან ყოფნა და ყველას ცენტრში ხარ რა რაღაცნაირად და შენი თქვა თუნდაც ის არეული ფეხი არავის არ ახსოვს საბოლოო არა, ჯამში. ხო, ანუ ყველა გულშემატკივრობს და რაღაც ყველა შენთან ერთად არის და ეხლა მართლა რაღაც ის ხო არ არის კონკურსი ან კონცერტი, რომ მაგაზე გიყურონ რა, ანუ ასე რომ თქო მთავარი რჩევა შეცდომები მოსულა. ბავშვობიდან მქონდა ცნება რომ რაღაცნაირად სცენაზე მემღერა და განსაკუთრებით რაღაც ეს თინეიჯერობის ოცნება იყო რომ საყვარელ ადამიანს მიუძღვნეს სიმღერა და როდესაც ვიფიქრე როგორ შევძლებდი ამას და როგორ გამომივიდო და ნუ სმენა მაქვს მაგრამ ესე მარტო მეგობრებთან მაგრამ უკარგეს ადამიანებთან გავიარე ეს ყველაფერი, მიმიყვანეს იმ დონემდე, რომ ჩავწერეთ ის სიმღერა, რაც ძალიან მინდოდა, მომემზადე ამისთვისაც და ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი დასამახსოვრებელი მომენტი იყო ქორწილიდან, იმიტომ რომ იმდენად ემოციური იყო, ყველა ტიროდა, ყველას რაღაცა ის ქონდა, რომ აი არ ელოდნენ და თან აი სიმღერა
იყო ის, სადაც გრძნობდი, რომ მართლა ჩემს მეორე ნახევარს ამ ყველაფერს უძღვნიდი და ესე რო ვთქვა, დადგმიანად და ყველაფერად ძალიან კარგად ჩაჯდა ქორწილის მუხტში და ემოციაში და ამიტომ ვურჩევდი ყველას, რომ თუ რაიმეს გაკეთება გინდათ, ეს არის თქვენი დღე. არანაირ რაღაცა თუნდაც კომპლექს ან აი ეს გამომივა არ გამომივა ამას არ შეუშინდეთ, იმიტომ რომ ეს არის დრო, როდესაც ამ სცენაზე თქვენ ხართ მთავარი ადამიანები, თქვენ გიყურებთ ყველა და ეს იქნება ის დღე, როდესაც გამოხატავთ იმას, რაც გულით გინდათ და მე ამ გადაწყვეტილებით მართლა მახსოვს როგორ ვორჭოფობდი ამას, მაგრამ როცა გადაწყვიტე და იმის შემდგომ ერთ-ერთი სწორი გადაწყვეტილება იყო ქორწილში ამ ყველაფრის გაკეთების და წარმოჩენის. სიმღერა როგორ აარჩია? სიმღერა როგორ ავარჩიე და მინდოდა რომ ქართული ყოფილიყო, იმიტომ რომ რაღაცა ქართული შენ ენაზე რომ ასე ვთქვათ, მღერი უფრო რაღაცა ახლო იქნებოდა და როგორ ავარჩიე, მქონდა რამდენიმე ვარიანტი, ოღონდ რაც მიყვარდა, აი რაც აი მანქანაში მიმღერია ჩემთვის მარტო რომ ყოფილვარ და იმ მომენტში მახსენდებოდა ჩემი მეუღლე და აი ეს ემოციები მქონდა, ერთ-ერთი იყო ეს სიმღერა. რამდენიმე ვარიანტში ყველაზე ადეკვატურად რაც გამომივიდოდა და ძალიან არ გავწვალდებოდი მის ასე ვთქვათ ხო ეს არ არის უბრალოდ ადგე და იმღერო ლაივში არ მიმღერია იმიტომ რომ შესაძლებელი იყო ეს ყველაფერი მაგრამ როდესაც ქორწილი გაქვს ამდენი ემოცია გარშემო შეიძლება ისე აირიო ემოციურად რომ ის ხმა რაც გაქვს შეიძლება ის ხმაც აღარ გქონდეს და ეს ერთად გადავწყვიტეთ რომ ეს ყველაფერი ჩამეწერა, აღარ ყოფილიყო ჩემი ხმა, რაღაცნაირად ყველაფერი ისე როგორც საჭირო იყო და ამისთვის მასწავლებელთან დავდიოდი კიდევაც მემზადებოდი მე ჩემი ძალიან ახლო მეგობრები, ვინც თვითონ ბენდი რომელიც მყავდა, ილო და მისი ბენდი, ქართული ბენდი რომელიც ყავდა ასე ვთქვათ ქორწილში ისინი დამეხმარნენ და საბოლოო ჯამში ჩანაწერით მიმღერე, მაგრამ აი ზუსტად გრძნობდი ყველა მომენტს და ყველა წამს, იმიტომ რომ ირინოვა თუ იცით ეს სიმღერა ვიმღერე და ესადაგება იმას, რა ემოციაც შეიძლება წყვილს შორის იყოს და აი არ ვიცი, ეხაც მახსენდება შეიძლება ვიტირო, იმდენად ის იყო, რაც მინდოდა რა. ძალიან მაგარია. თან მით უმეტეს როცა ესე არ ხარ მომღერალი და ყოველდღიურობაში არ არის ეს შენთვის რაღაცნაირად მარტივი და ბუნებრივი, მართლა რაღაცნაირად გამოწვევა არის აი შრომას რო ჩადება, მაშინ მართლა სიურპრიზს რო ამზადებ, ამდენი ხანი რო შენზე იმზადები და შოკი რო არის ყველასთვის და ეგეც როგორც არ უნდა გამოგივიდეს, მაინც საბოლოო ჯამში ძალიან გულისამეჩუყებელია და ძალიან ძვირფასი მსგავსი რაღაცები და ზუსტად ეკხდის ქორწილ განსაკუთრებულს, ინდივიდუალურს და მართლა შენსაც და არა იმას, რომ ბენდი რომ მოვა და ყველა ქორწილში რასაც მღერის და ასრულებს, აი ყველგან რო ერთნაირად მეორდება რა. აქ ახლა შეიძლება ყველა ვერ იმღეროს ხომ მე მაგალითად არ ვიცი ალბათ სულ ერთი სიმღერა შეიძლება რომ შევასრულო იმდენად უსმენო ვარ მაგრამ ყველა შეიძლება დაფიქრდეს რა ესეც არ არის პრობლემა, თუ არ შეგიძლია გამოსაყვანსაც გამოიყვან. თუ გინდა. დავფიქრდები ხო, აი ეგ არის რომ თუ შეიძლება ეს არ იყოს სიმღერა, შეიძლება რაღაც ცეკვა დადგა. თუ ცეკვა არ დადგა, შეიძლება რაღაც თამაში მოიფიქრო. თუ თამაში არა, შეიძლება რაღაც პატარ-პატარა საჩუქრები მოიფიქრო. ანუ რაც გიყვარს და რაც შეგიძლია, ყველაფერი შეგიძლია შენ თავზე მოირგო და შენი მაგალითი ძალიან კარგი მაგალითი არის იმის, რომ როგორ შეიძლება რომ რაღაცა თან ბავშვობის ოცნება აიხდინო, თან საყვარელ ადამიანს საჩუქარი გაუკეთო, თან სტუმრები გააოცო. და რაღაც ძალიან ისეთი სამახსოვრო ამბავი შექმნა და ძალიან მიხარია რომ გამოგივიდა ეგრე კარგად. ძალიან დიდი მადლობა ამ ემოციებისთვის. და თვითონ ქორწილის დღე და განრიგი როგორ დაალაგე, ეგეც ძალიან მაინტერესებს. რა თქმა უნდა, მე ძალიან მიყვარს წინასწარ დაგეგმა ყველაფრის და პირველივე დღიდანაც დავიწყე და ავარჩიე ეს ყველაფერი, ისე ჩამოწერილი მქონდა ჩემს ბლოგში, რომ ამ და ამ დროს ეს, მაგრამ რაღაცები რა თქმა უნდა შეიცვალა. იმიტომ რომ ყოველთვის ხდება ის, რომ რაღაცა ისე ვერ ხდება, როგორც უნდა იყოს, მაგრამ main თემები, რაც თავიდანვე დავგეგმეთ, რომ იქნებოდა ესე, რომ
დილით ადრე, ასე ვთქვათ, ეს ყველაფერი ჩაცმა, ფოტოსესია და ჩვენთან იყო ესეთი ამბავი, რომ მე გადავწყვიტე, რომ სასტუმროში ყოფილიყო ეს ის დასაწყისი და სიმბოლური იყო ესეც, იმიტომ რომ წინა დღეს დავრჩი ჩემს მეჯვარეებთან ერთად და ეს იყვნენ ადამიანები, რომლებიც ყველაფრით ჩართულები იყვნენ ამ მთლიან საქორწილო პროცესში და რაღაცნაირად სიმბოლურად გამოვიდა, რომ ერთად შევხვდით დილასაც და რაღაცას დილით ადრე არ შევხვდით და ეს სახამოდან მოყოლებული რაღაცნაირად ვემზადებოდით ამ წამებისთვის. ნუ სტანდარტულად მქონდა დაგეგმილი შეხვედრა უნდა ყოფილიყო ჩვენი მე და ჩემი მეუღლის თვითონ სასტუმროში, შემდეგ უნდა ყოფილიყო ჯვრისწერა, შემდგომ ხელის მოწერა და საღამოს უკვე სადღაც 6-7 საათისკენ ზაფხული როდესაც არის ხეც გრძელი არის და გაწევს ამის საშუალებას, რომ რაღაცნაირად გამოიყენო შუა პერიოდების თვითონ ფოტოსესიისთვის და ვიდეოსთვისაც. თან მე ესე არ მქონდა წარმოდგენაში, მაგრამ რეალურად 7 საათზე დაწყებული ქორწილით თავისუფლად შეგიძლია რომ 7 საათზე დაიწყო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მაქსიმალური პერიოდი რაც შეიძლება ეს ყველაფერი გაიწელოს არის 18 საათი, იმიტომ რომ ადრე იწყებთ, ადრე ერთობით და ეს 5 საათი და რაღაცა სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ყველაფერი რაც კი დაგეგმილი გაქვს გააკეთო. შესაბამისად ძალიან მარტივი იყო, ვერ ვიტყვი რომ connection ავირიეთ ან რაღაცა ესეთი უბრალოდ პატარ-პატარა ექსესები ქონდა ჩვენ ზოგადად ქორწილში, რომ იქ რაღაცა მანქანაზე პრობლემა შეგვექნა უცბად, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან პოზიტიურად მივიღეთ, იმიტომ რომ რაღაცებით ყველა ძალიან ბედნიერები ვიყავით ამ მომენტში და ისეთ რაღაცებს ზოგადად არ მიყვარს ნერვიულობა, რაც იდეაში მარტივად მოგვარებადია. იყო, ნუ პირველი იყო ჯვრისწერის პერიოდი, თან ჯვრისწერის ამბავიც, აი ვიცი ხოლმე, რომ ზოგადად ცოტა პრობლემური არის ხოლმე, ძირითადად როცა უყვართ, თქვათ, როცა გეგმავთ ამ ყველაფერს, ყველას რა თქმა უნდა ისეთ ეკლესიასაც ან თავის რაღაც ახლო, სადაც დადიან, ან ამას არჩევენ, ან უნდათ კიდევ ერთი პოინტი აქვთ ხოლმე, რომ რაღაცა ფოტოებშიც, ვიდეოებშიც აღქმადი იყოს და რაღაცა ამასაც განიხილავენ ხოლმე და ჩემ შემთხვევაში ჩემი აქცენტი იყო ის, რომ მე მინდოდა რომ რაღაცნაირად ძალიან ახლო გარემოში ყოფილიყავი და უახლოესმა ადამიანმა ჩვენმა მამამ დაგვწერა ჯვარი და არ იყო ეს დიდი ხედავთ იმისა, რომ ქორწილი დიდი იყო, არ იყო ჩვენი ჯვრის რაღაცა დიდ ეკლესიაში და ასე ვთქვათ, ასე შემდეგ ძალიან პატარა, მცირე სრული ცერემონიით, რა თქმა უნდა და აი ფოტოებსაც მე ვისაც უნახავს ჩემი ფოტოებიც იქაც კი როდესაც გამოვედით და ასე ვთქვათ ჯვარი დავიწერეთ არ მქონდა ეს მომენტი დაგეგმილი რომ ეს თაღი რო იკვრება ხოლმე და რაღაცა რო გამოდიხარ და რო გილოცავენ ეს დეტალი ესე არ მქონდა დაგეგმილი მაგრამ ინვენტარი რაც იქ უნდა გამოგვეყენებინა თუნდაც ეს სასროლი რაღაცები რო არის და ასე შემდეგ ეს ნაყიდი მქონდა და ესე გვედორა რომ რაღაცა წავიღებდით ამ დროს ამა და ამ დროს მანქანაში მეტო მაგრამ ის ყველაფერი რაც იქ მოხდა გამოსვლის ეს რომ ამდენმა ადამიანმა ეს ყველაფერი თავისი დააორგანიზა ოღონდ იმიტომ რომ მე შეგნით ვიყავი და გამოსვლის იმდენად ლამაზი კადრები შეიქმნა მიუხედავად იმისა რომ რაღაცა ესე ვთქვათ დიდი გრანდიოზული სივრცე არ იყო იქ სადაც ჯვარი დავიწერეთ რომ ეს ყველაფერი აი ზუსტად ის ემოცია იყო რაც მინდოდა იმიტომ რომ აი ყველა იღიმის ყველა იცის ეს ყველაფერი ექსპრომტად არის დაგეგმილი და რაც იდეაში რაც მქონდა ყველაფერი ძალიან აი ისეთი ემოციით წავიდა შემდგომ იყო უკვე ხელის მოწერის ცერემონიალი ხელის მოწერის ცერემონიალი ზოგადად დიდი არ არის და ამ კუთხითაც ძალიან ისე ძირითადად ჯვრის წერა უფრო დიდი ხანი გრძელდება ხოლმე გაჩნია კიდევ რა როდის დაიწყება რაღაცა იმას ელოდებიან ამას ელოდებიან მაგრამ აი ეს ხელის მოწერის ცერემონიალი მაქსიმუმ 1 საათი 40 წუთი ჩემ შემთხვევაში იყო ის, რომ მე მინდოდა ხელის მოწერაზე ყოფილიყო ჩემთვის საყვარელი ადამიანი, ეს მეგობარი ახლობელი თუ ვინც იქნებოდა, ვინც ჩვენს ასე ვთქვათ წარდგენას და იმ ყველაფერს წაიყვანდა. რა თქმა უნდა, იქ იყო ოფიციალურად იუსტიციიდანაც მოსული ადამიანი, რომელმაც ასე ვთქვათ ხელი მოგვაწერინა, მაგრამ მაგის გარდა ეს იდეა მქონდა თავიდანვე. და ესეც მოხდა ჩვენ მოახლოსმა ადამიანმა, ნუცამ შეითავსა ეს ყველაფერი და აი ზუსტად ეგ არის რა, რომ ესეთი რაღაცები კი, რა თქმა უნდა, წამყვანით ძალიან დიდ როლს თამაშობს ამაში, მაგრამ თუ შესაძლებლობა გაქვს, რომ პატარ-პატარა რაღაცები მაინც ჩართო შენი ახლო ადამიანები, აი საერთოდ სხვა აურას ქმნის, იმიტომ რომ აი შენები არიან, იციან, გიცნობენ, თვითონაც ემოციებში არიან და საერთოდ სხვანაირ ხიბლს ძენს რა. ჩემ შემთხვევაში ესეც ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო.
ხო, როგორ კიდევ დაგეგმეთ რა ეგ ამბავი, ან მაგ შენს მეგობართან ერთად როგორ დაგეგმე, რომ აი რაღაცა ტექსტი ქონდათ შედგენილი, რასაც იწყვოდა თუ ეგეც თვითონ მოამზადა მთლიანად და შენ არ იცოდი საერთოდ, აი ეგ მომენტებიც მაინტერესებს, როგორ ხდება ეს გადაბარება, ან რაღაცის თხოვნა, ან რაღაცა როლის მინიჭება. ჩემ შემთხვევაში ეს ისეთ ადამიანზე იყო საუბარი, ზუსტად ვიცოდი რომ ამ ყველაფერს თავისუფლად შეძლებდა. უბრალოდ, ნუ რა თქმა უნდა, უნდა კითხო, აქვს თუ არა სურვილი და ძალიან ბედნიერი იყო, როცა უთხარით რომ გვინდა რომ ეს ადამიანი ის თავად ყოფილიყო. წარდგენაში ტექსტი ვიცი რომ თვითონ ქონდა დაწერილი, მე არ მქონდა რაღაც ესე ვთქვათ, აი ეს არის საჭირო, ეს მინდა რომ ითქვას ეს ასე ეს დეტალები არ მქონდა განხილული, იმიტომ რომ მინდოდა რომ ნამდვილი ყოფილიყო და იმ წამს რა ემოციაც მოუვიდა და მიკროფონში ესე თქვა და ყველაფერი იყო ძალიან ისე დიდი არაფერი არ არის თან ამ იმაში რომ დაგეგმო და რაღაცა თან როცა გიცნობს რომ მარტივია ეს ყველაფერი შენ ემოციებს ყვება მაგრამ ახლა კიდევ ვიდეოებს რო ვყურებ მე უფრო კარგად ვიაზრებ ამ ყველაფერს იმიტომ რომ იმ წამს არაფერი არ მახსოვდა რა ილაპარაკა ისიც არ მახსოვს მაგრამ ემოციები იყო უკარგესი და ძალიან კარგად შეითავსა ის რაც მთელი გულით ვთხოვეთ და ასე ვთქვათ რაღაცა დავაკისრეთ ეს ვალდებულება ხო, ამ შემთხვევაში მართლა ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ იმ ადამიანების განწყობა და სურვილი და თუ ახლა ამ ვიდეოს ესეთი ადამიანები უყურებენ, ვინც შეიძლება პატარზალი არ არის, მაგრამ შეიძლება იყოს მეჯვარე ან სტუმარი, ახლობელი ადამიანი, ფიქრობ, რომ ჯობია რომ თუ არ შეუძლიათ რაღაცას გაუმკლავდნენ და გააკეთონ, ჯობია რომ საერთოდ უარი თქვან და ამაში არც ასირცხვილო, არც საწყენი არაფერი არ არის. და მარტო იმ შემთხვევაში დათანხმდე რაღაცის გაკეთება, თუ ზუსტად იცი, რომ ამას მთელი გულით გაითავისებ, იმიტომ რომ ვიღაცებს რაღაცები გამოსდით, ვიღაცებს არა, ვიღაცებს შეიძლება არ უნდოდეთ რაღაც მიკროფონში ლაპარაკი ან ბევრი ხალხის წინ რაღაცის დაგეგმვა ან წარდგენა და ნუ აი იმ შემთხვევაში თუ მართლა აქ ადამიანს მაგის შესაძლებლობა და სურვილი, აი ორმხრივად უნდა იყოს ამაზე თანხმობაც და მაგ შემთხვევაში გამოვა ზუსტად ის რაც მოყევი, აი ეგეთი ემოციური. კეთანხმები თამაში და წამყვაზე რომ საუბრობდი, ერთ-ერთს დავამატებ. ჩემ შემთხვევაში, როდესაც უკვე რესტორანში გადავინაცვლეთ, რა თქმა უნდა, ახლა როდესაც თითქორწილს აკეთებ და ახლა ხელის მოწერაზე არ ვიყავით, მაქსიმუმ 70 კაცი ყოფილიყო, მეტი არ იყო, ეს იყვნენ ახლო მეგობრები და ოჯახის წევრები. და უკვე რესტორანში სადაც 300 კაცი ხვდება, აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვის მიყავს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ აქ არ არის 2 კაცი, 40 კაცი, აქ არის ამრავი ადამიანი, რომელიც შეიძლება ყველას უნდა რომ რაღაცა კარგი ემოცია გამოხატოს, აფექსელო თქვას, გადმოსცეს ყველაფერი, მაგრამ როდესაც ამდენი ადამიანია ერთად, ეს ამ ყოფის ორგანიზება მხოლოდ თუნდაც წამყვანმა ან იქვე არსებულმა პერსონალმა მოაგვაროს, ეგ თავიდანვე გათვითცნობებული მქონდა, რომ ეგ ეგრე არ მოხდებოდა. ამიტომ აი ამ პირველი დაგეგმვისას ერთ-ერთი კიდევ პოინტი, რაც გონებაში მქონდა, რაც ვქენი, იყო ის, რომ წამყვანი მომეძებნა. წამყვანი შემთხვევაში ჩემთან რაღაცნაირად ძალიან კარგად დაემთხვა, რომ წამყვანთან ერთად ეს ადამიანი იყო თამადაც, ანუ თამადაც თქვათ ესე რომ სათხე გრძელობებს ამბობდა და ძალიან კარგი ტანდემი იყო, იმიტომ რომ ზოგადად ძალიან ხშირად ხდება ხოლმე რაღაც ისეთი გარემო, რომ აბა დაგვაცადეთ სათხე გრძელო თქვათ, ეხლა რა დროს მუსიკა არის სათხე გრძელო თქვათ და ამ ადამიანს ორივე რო ქონდა ერთად ასე ვთქვათ, შეთავსებული ძალიან კარგად ჩაიარა ყველაფერმა, იმიტომ რომ ყველანაირი გეგმა იცოდა, როდის მღეროდით, როდის იყო სიურპრიზი, როდის გამოდიოდა ბენდი და წინასწარ ქონდა ყველანაირი, ასე ვთქვათ, main სათგრძელობი რაც უნდა ყოფილიყო და არც კი მინერვიული არც ერთი წამით რომ სადღაც რაღაცა ჩავარდებოდა, იმიტომ რომ ეს ადამიანი სრულად ასე ვთქვათ, ორგანიზებას უწევდა ამ ყველაფერს. ეგეც ძალიან კარგი გადაწყვეტილება არის ალბათ ფინანსურადაც და შინაარსობრივადაც, რა თქმა უნდა, ახლა ცალ-ცალკეც როცა არიან თამადა და წამყვანი, იმათმაც ერთმანეთში უნდა შეათავსონ ზუსტად ეს ნაწილი, რომ გადამეტება არც ერთ არ მოუვიდეს, მუსიკის ადგილიც დარჩეს, ერთმანეთის ადგილიც დარჩეს და გართობის ადგილიც დარჩეს და ნუ ისეთ შემთხვევებში, სადაც ადამიანი ორივეს ითავსებს, უკვე თავისთავად მოგვარებული არის ეს შეთანხმების და დაბალანსების ნაწილიც და
ანუ ამ წამყვანთან ერთად გაწერე დეტალურად ზუსტად რა როგორ უნდა ყოფილიყო რა დროს და მუსიკასთან ერთად უკვე თვითონ დაალაგა ეს მთელი განრიგი, ხო? კი, ყველაფერი იყო ზუსტად ისე, როგორც აღწერთ, ჩვენ წინასწარ რამოდენიმეჯერ შევხვდით, ასევე გავიარეთ ის დეტალები, რომ მაგალითად, როდესაც სადღეგრძელოები ცოტა ისეთი თემა არის, რომ ეს არ უნდა იყოს ზედაპირული, როდესაც ორ ადამიანს ეხებოდა იქ დამსწრე საზოგადოებას, გავიარეთ ჩვენი ოჯახური დედა, მამა, სახელები, ყველაფერი დეტალურად, რაზე თქვათ რა გაგვიხერდებოდა რომ რასაც ეგზელ ყოფილიყო ამის შესაძლებლობაც რომ გადაგვეხედა ამის არჩევანის თავისუფლებაც მოგვცა რა თქმა უნდა გვირჩია იმიტომ რომ მე ხა ნაკლებად არა ამ ყველაფერში გათვითცნობიერებული და პროფესიონალი უფრო კარგად დაგეგმავდა ამ ყველაფერს ამის გარდა ჩვენ შემთხვევაში კიდევ იყო ის რომ ძალიან კომფორტული იყო ზოგადად ამ ადამიანთან კომუნიკაციაც, იმიტომ რომ მაქსიმალურად მოგვერგო ჩვენ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვფიქრობ, რომ თუ აკეთებ დიდ ქორწილს და მაინც გინდა თუ არ გინდა ეს საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, როდესაც წამყვანზე და თამადაზე არის საუბარი, ამაში არ უნდა დაინანო ის დამატებითი ხარჯები, რაც საჭიროა, იმიტომ რომ შეიძლება ძალიან იდეალურად დაგეგმო ყველაფერი და ერთმა აცდენამ, ერთმა რაღაცა იმის გაჩერებამ, ამის გაჩერებამ შეიძლება სიტუაციურად შენ თვითონვე შეგიქმნას ცუდი ემოცია, რაღაცა ისე ვერ გამოჩნდა, როგორც გინდოდა და რაღაცები თქვა უკანა პლანზე გადავიდა და ჩემ შემთხვევაში ეს თავიდან სანამ გავიაზრებდი ამ ყველაფერს, ცოტა ზედმეტად მიმაჩნდა, მაგრამ მე რო გავაცნობიერე რამხელა როლი ქონდა ამ ადამიანს, ეგრევე მისი მოლაპარაკოთ, გადაწყვიტე, ხო? კაბის ამბები მაინტერესებს, როგორც მითხარი, მეორე კაბად ჰქონდა და მე გამოიცვალა ცეკვისთვის და ეს ანუ კაბის არჩევის პროცესი როგორი იყო, ამასთან დაკავშირებით თუ გექნება რამე ისეთ საინტერესო რჩევები, რაც ხობს გამოადგებათ, სიამოვნებით მოვისმენ. კი, ერთ-ერთი ყველაზე ისეთ საკითხია ჩემთვის, სადაც საკუთარი უნარებიც და შესაძლებლობებიც გამოვაჩინე და თამამად გავცემ ამაზე რჩევებს. ჩემ შემთხვევაში რო ვთქვა, რომ მარტიდან დავიწყე ამ ყველაფერზე ფიქრი, რომ აი ეს კაბა მინდა, არ ვიცოდი თავიდან როგორი მინდოდა. სტილს ვერ ხვდებოდი ბოლომდე, მაგრამ ჩემთვის პრიორიტეტი იყო და რა ვიცი, ზოგადად ესე ვფიქრობ, რომ ნახეცნაირად ჩემთვის პატარძალი ასოცირდება ნაზ ელეგანტურ კაბაში ჩაცმულ ასე ვთქვათ ადამიანად რა იმ დღეს რა ჩემთვის ესეთ წარმოდგენაში იყო და აი მინდოდა რომ ეს თან თანამედროვეობასთან ასოცირებული ყოფილიყო და თან რაღაცა უფრო ნაზი და ასეთი შესაბამისად აი ძალიან ბევრი ფიქრის შემდეგ, ინტერესზე ძიების შემდეგ და ასე შემდეგ ვიპოვე ის ვარიანტი, რაც მინდოდა. ანუ ჩემ შემთხვევაში არ იყო ეს ამბავი, რომ ვთქვათ დიზაინერთან მისულიყავი და აბა რა შევკერავთ და რა გვინდა, იმიტომ რომ რაღაცნაირად მგონია, რომ კი ძალიან ვინც არ იცი ზუსტად რა უნდა და ალბათ რომ ვერ მომეძებინა რა მინდოდა, მეც საბოლოო გამოსავალი იქნებოდა ჩემთვის ეს, მაგრამ რაღაცნაირად უფრო მშვიდად ვგრძნობდი თავს, რომ ვიცოდი როგორიც მინდოდა ყოფილიყო და რაღაცა ბოლო კვირაში არ დავიწყებდი რაიმე ცვლილებას. რასანამ ნუ კაბა ავარჩია, იყო ეს რომ всё გადავწყვიტე რომ ეს მინდა რომ იყოს. შემდგომი მომენტი არის ვინ შექმნის ამ კაბას. არ მინდოდა რომ გული დამწყვეტო და რომ აი ვთქვათ რაცა ცოტა ისეთ ადამიანებთანაც მქონდა შეხება, რომელიც შედარებით ძვირად ღირებული სიამოვნება იყო და ასევე მქონდა შეხება ბიუჯეტურ ვარიანტებთან, ბიუჯეტური რა, სტანდარტულ ვარიანტებთან, ბიუჯეტურს ესე ვერ დავარქმევ. და მივხვდი რომ ყველას ასე ვთქვათ მithumetes ქორწილი როცა გინდა რომ არაფერი ისე არ დარჩეს და მაქსიმალურად ვცდილობ ზოგისთვის ეს ერთგვარი ასე უხეშად ვთქვათ ბიზნესიც არის რაღაც მომენტში და შე რომ აჟიტირებული ხარ და ემოციური ხარ და გინდა ის კაბა შეიძლება ვერც კი დაფიქრდე რამდენად შეესაბამება ის ფასი არსებულ რეალობას. ჩემ შემთხვევაში იყო რომ ყველაფერი მოვიარე, ვიყავი ძალიან ასე ვთქვათ ცნობილი ხალხი დავასახელებს სახელებს რაღაცნაირად ისე რომ არ გამოვիս ადამიანებთან რომლებმაც ის კაბა რაც მესვა რეალურად და რაც ჩემი კერა ქალბატონმა მზიამ და მე ამ ქალზე მართლა მზია საკაიზე გიждდები, იმიტომ რომ აი არ ვიცი თან გადამყარა ესეც ქვია. რაც თქვათ ბიუჯეტში რაც ჩვენ გავთვალეთ და რაც დამიჯდა, იმაზე 3 და 4 უფრო მეტი ღირებულების ფასები მივიღე სხვებისგან. იყო იქ საუბარი, რომ იცი რა, ეს ნაჭერი საქართველოში არ არის და ჩვენ იქიდან უნდა ჩამოვიტანოთ და ვიცოდი რომ განსაკუთრებული
ესეთი არაფერი არ იყო და მე ნახა. უბრალოდ ხო ხტები რა ემოციურად როცა ხარ კიდე რაღაცებზე შეიძლება წამოიგო და კონდეს ან ის რომ აი ერთ-ერთი ადამიანისგან კიდევ რა ემოციაც მიიღე, რაც მაშინ კიდევ ვერ გავიაზრე და აი გარეთ რო გავავედი, მე რომ მივხვდი რომ ძალიან ცუდი ემოცია იყო, ის რომ მე რომ მოვდივარ შენთან. არც ისე ცუდი ვარიანტი მქონდა, დღესაც ძალიან მომწონს ჩემი კაბა და გეუბნები რომ მე ზუსტად ესეთი მინდა, აი რაღაცნაირად ემოციურად დავინახე, რომ იცი რა მე რაღაცა დეტალებს შევიტან, იმიტომ რომ ესე უკეთესი იქნება და ცოტა ანუ ისეთი ემოცია გამიჩნია, რომ გამოვედი, რომ რაღაც მომენტში ვფიქრობდი, რომ მეთქი რამე ისეთი დებილობას ხო არ ვაკეთებ და რაღაცა ჩემ მეტყვი რომ მოკიდახები რომ აბა ეხა გამოფხიზლდი ეს სრულიად მარკეტინგული ხრიკი იყო შენს რაღაცნაირად ეს გადაგეწყვიტა რომ მასთან დაგეჭირა საქმე აი ესე შემომილაწუნასავით ელენემ რომ ან დამშვიდი დაწყნადი ძალიან კარგი ვარიანტი გაქვს არჩეული თუ შენ ეს გინდა სულაც რომ ვიღაცისთვის მისაღები არ იყოს ეს უნდა გააკეთო ну აი რაღაც ეს გადახარშვა გაფიქრების მერე საბოლოო ჯამში ერთიანად არ მიმიღია გადაწყვეტილება ერთი თვის ჭრილში იყო რამოდენიმე ადამიანთან მივედი მზიაზე ვიცოდი თავიდანვე ვიცოდი რომ ჩემს უახლოეს მეგობარს ჰქონდა მასთან ასე თქვა გადაკვეთა და ძალიან ყვაყოფილი იყო და როდესაც მზიასთან მივედი და ვაჩვენე კაბა ანუ არანაირი მსგავსი არ მომისმენია რომ იცი რა ამ კაბას რაღაცა გრანდიოზული სჭირდება და იქიდან არაფერი მითხრა რომ ეს ყველაფერი შეძლებელი იყო უბრალოდ მოსულიყავი ივნისში რომ ივლისში კაბა წამეღო და აგვისტოში მშვიდად ყოფილიყავი ნუ ჩემი ასე ვთქვათ ფიქრიც იყო რომ რაღაც ერთ-ერთი თადრე მქონოდა სახლში კაბა რომ როგორც მინიმუმ დავდო ცოტა აზრს თუ შეიცვლიდი, ან იქ რაღაც აღარ მოგეწონებოდა, იმიტომ რომ ესეთებიც ხდება, რომ არსებული კაბა უკვე არის, აქვთ, ნაყიდია, შეკერილია და მე ბოლო წამს რაღაც მაინც სხვა შეიძლება მოუნდეთ ხოლმე, ან დამატებით კაბად კიდე რაღაც უნდოდეთ და ალბათ ხო ეს 1-2 თვით ადრე რო გაქვს უკვე მზად კაბა არის აი მართლა რაღაც მენტალური სიმშვიდის გარანტი რომ მინიმუმ მაგაზე მაინც არ ნერვიულობ წინასწარ და რაღაც ბოლო კვირაში და ბოლო დღეებში რო არ მიდის პატარძალი ამ რაღაც ბოლო მოზომებებზე და ბოლო დაკერვებზე ვფიქრობ რომ აი მაგაზე სტრესული არ ვიცი რა შეიძლება რომ იყოს რო არიცი შენი კაბა საბოლოოდ როგორია კი და მე ანუ ფოტოებიც მქონდა უკვე რაღაცნაირად რაღაცის პერიოდი რო ახლოვდება და რამოდენიმეჯერ დაურეკე და უკვე ხო არ მოვიდებ ეკითხებოდი და მეუბნება რომ კარგად არის მშვიდად არის არიღელო ამაზე და მართლა ისე მოხდა რა ივლისის ბოლოს უკვე მქონდა სახლში კაბა მოვირგე კიდევაც და ჩემთან იყო ესეთი ამბავი რომ სასიამოვნო მომენტია როდესაც მეუღლე ამ ყველაფერს ნახულობს ქორწილის დღეს როდესაც ნახულობს შენს კაბასაც და შენს არჩევანს და ჩემ შემთხვევაშიც ესე მოხდა და პლუს ამას ჩემი მეჯვარეების გარდა რამოდენიმე ადამიანს თუ არ ჩაკიდეს იყო დედა ჩემი კიდევ რომელმაც იცოდა რას ვიკერავდი დანარჩენი არა ვინ არავისთვის არც მეგობრებისთვის არ მქონდა არ უნახავთ ეს რაც საერთოდ გეგმაში რა იყო ეს არ ქონდათ ნანახი და ჩემთვის კიდე თალკე ემოცია იყო ეგრე რაღაცნაირად ამ კაბაში რომ დამინახეს რაღაცა უფრო დადებითი და კარგი ემოციები წამოვიდა და აი ეს პატარ-პატარა რაღაცები რაც შეიძლება ვიღაცამ არ ჩათვალოს რომ აი მნიშვნელოვანია არის ძალიან კარგ ბედნიერ მომენტებს გაძლევს კიდევ იყო ის რომ არ ვიცი ხა ზოგადად გართულებები არ მაქვს რაღაცეებზე რომ ვთქვათ აი დრეს კოდი დამეწესებინან ესე ეიცვათ და ასე შემდეგ რა თქმა უნდა გინდა რომ ყველა ძალიან ფერადი იყოს ლაღი და ასე შემდეგ მაგრამ ვიღაცა შეიძლება უნდოდეს მაგალითად შავი ფერის შეცმა ვიღაცას უნდოდეს რაღაცა ესე ანუ ამას ვერ აკრძალავ რა იმიტომ რომ აქ ადამიანებმა შენს ქორწილში უნდა ისიამოვნონ და როგორც მოესურვებათ ისე უნდა მოვიდნენ მაგრამ ჩემთვის ცოტა ესე ძალიან შეიძლება ისე ეშხერდეს მაგრამ რედ ფლეგი არის სტუმრის მოსვლა თეთრი კაბით ქორწილში იმიტომ რომ ეს არ არის რომ აი მარტო მე უნდა მეცვას და მე უნდა ვიყო ასე თქვა ცენტრში ყველა ვარიანტში ყველა პატარძალი იქნება ცენტრში იმიტომ რომ შენი დღე არის და სულ რომ ვიღაცას რაღაცა ეცვას ეს არაფერს არ ცვლის მაგრამ მე როდესაც ვხედავ რომ ვიღაცა ითვალისწინებს ამ ამბავს და აი ეს შეგნების მომენტია კიდე და ემოციურია ეს girl power-ი არის რა რომ იცი რომ ამ დღეს პატარძალს უნდა იცვას თეთრი და მილიონი ფერი არსებობს და შეგიძლია რომ ეს ყველაფერი ასე თქვა არ არისო მე ესეთი დამოკიდებულება მაქვს მანამდე მილიონ ქორწილში ყოფილვარ და არასდროს არ მიმიცია ჩემი თავისთვის უფლება რომ რაღაცა აი ანუ ეგ არის მე მგონი რაღაცნაირი დაუწერელი კანონი აი არსად თითქოს ესე არ შემხოდრა მაგრამ ყოველთვის არც ვიცი საიდან ვიცოდი
ბავშვობიდან, ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე, აი სადღაც ეთყობა მაინც აქეთ-იქით მოსმენილი მაქვს, ან არ ვიცი, ალბათ მართლა უბრალოდ შინაგანი ცოდნაც არის რაღაც ქორწილში თეთრი უნდა ეცვა მაგა პატარძალს. რატომაც არა უნდა იყოს ესე. მაგრამ ნუ არიან ადამიანები, რომლებსაც ეს ნაკლებად მნიშვნელოვნად მიაჩნიათ და მის სრულიად მათი გადაწყვეტილება და პირიქით არიან ხოლმე რომ ეს მიტყვიან რომ კიდია რა, ვინც არ უნდა იყოს და საკმაოდ აი რაღაცა რომ მოდიოდა ეს პერიოდი, არც კი მიფიქრია რომ მოსაწვევებში რაიმე დრესკოდი მქონოდა, მაგრამ აი რაღაცა ქორწილების პერიოდი რომ დაიწყო რაღაცებს რო შევხედე და რაღაცნაირად რო გავთვალე რომ აი რა შეიძლება არ მესიამოვნოს ქორწილში, ჩემთვის აი რა გავაკეთო რა ერთ-ერთი პოინტი იყო ეს რომ არ მინდოდა ეს ყველაფერი, მაგრამ მომიწია რომ ასე ვთქვათ მოსაწვევები რაც დავარიგე იქ მქონოდა ერთ-ერთი პატარა ქვემოთ დამეწერა რომ no white dress. იმიტომ რომ რეალობაში შეიძლება ვიღაცამ არც კი იფიქროს, არც კი გაიაზროს მაგაზე, ანუ შემთხვევით მოუვიდეს ეს, რომ ესე ძალიან არ ჩათვალოს, რომ ვთქვათ, ჩაიცმევს თუ არა თეთრს, მნიშვნელობა არ მიანიჭოს ამას და თუ შენთვის ეს მნიშვნელოვანია, ჩემთვის მართლა ეს იყო ერთადერთი, რაც ვთქვათ, შეიძლებოდა სტუმარისგან მომეთხოვა, მეტი არაფერი, არანაირი ეს მინდა და რახან მივხვდი სტატისტიკურად, რომ რაღაც ექსესებს ქონდა ხოლმე ადგილი სხვადასხვა ქორწილებში, გადაწყვიტა, რომ ეს პატარა პოინტიც ჩამეწერა და რაღაცნაირად ისე უფრო მშვიდად წყნარად ყოფილიყავი. და სტუმრებიც უფრო მშვიდად და წყნარად ყოფილიყვნენ, რომ რამე ისეთი არ ექნათ, თუნდაც გაუაზრებლად. არ ვიცი მართლა ვინმეს თუ სპეციალურად არ უნდა რომ ნერვები მოგიშალოს მაგ დღეს, ისე არ მგონია რომ ვიღაცამ რაღაც ეგეთი ძალით გააკეთოს. თუმცა ხო, როგორც ვთქვა, ჩემთვის და შენთვის არის შეიძლება ეს რაღაცნაირი დაუწერელი კანონი, ყველასთვის ესე არ იყოს და არა მარტო თეთრ კაბაზე, მე ვთვლი რომ ყველანაირი სურვილი, რაც ყველს აქვს, სიძის და პატარძლის, აუცილებლად უნდა იყოს მაინც გათვალისწინებული, დაწერილი შეტყობინებაში, მოსაწვევში და ასე შემდეგ. რომ მაქსიმალურად ყველა სტუმარმა გაითავისოს და გაითვალისწინოს ეს მოთხოვნები და შეიძლება შენ არ ხარ ეგეთი რაღაც რომ აი გართულება გქონოდა რამეზე, მაგრამ რომს გქონოდა, ანუ ეგეთ ძალიან მისაღები იქნებოდა რა. ანუ მე ვთვლი რომ არ ვიცი სულ რომ მოგეთხოვა რომ ყველა ყვითელი კაბა უნდა ჩაიცვა, ეს იმდენად პატივისცემის გამოხატულება არის სტუმრების მხრიდანაც რომ მოდიან და შენთან ერთად აღნიშნავენ ამ შენ დღეს, უნდა გაითვალისწინოს. ან არ ვიცი მოგწეროს და გთხოვოს, რომ არ ვიცი ყვითელი საშინლად არ მიხდება და მოდი რამეს თქვა რომ ჩავიცვა თუ შეიძლება. ეს მიმაჩნია რომ არის უფრო რაღაცნაირი ურჩევთ პატივისცემის ამბავი. კი, სხვათა შორის, როდესაც გავაკეთე და დავწერე, იყო იქ რამოდენიმე ადამიანმა მითხრა, რომ იცი რა, მე თეთრ შარვალს ვაპირებ, რომ ჩავიცვა, მაგრამ ეს თეთრი, ესეთი თეთრი არ იქნება და რაღაცა სხვა ზედამეტი, ეს ჩემთვის მისაღები იყო, ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა. და აი რაღაცაირად უკვე გულთან ახლოს მიიტანეს და ნუ ავუხსენი სიტუაცია, რომ მე ესა და ეს უბრალოდ არ მინდოდა ჩემ ქორწილში ყოფილიყო და ყველამ გაითვალისწინა ეს დეტალი, რაც მქონდა. რაც შეეხება მეორე კაბას, მეორე კაბის ამბავი იყო ესეთი, რომ დიდად არ მიფიქრია ბევრი თავიდან. ვიცოდი რომ უნდა ყოფილიყო კომფორტული, ჩემი კაბაც არ იყო არაკომფორტული, მიუხედავად იმისა, რომ მთლიანი იყო და რაღაცა ძალიან კარგად მქონდა მორგებული და რაც ერთ-ერთი ჭკვიანური რაც გავაკეთე იყო ის, რომ ზოგადად როცა ეს გრძელი კაბა გაქვს, დიდად არ ჩანს ფეხსაცმელი. კი, რა თქმა უნდა, ყველა რაღაცა ცდილობს რომ მაინც ესე ვთქვათ განსაკუთრებული ყველაფერი ხო გინდა რომ მაგდოს განსაკუთრებული გეცოს და საკმაოდ დიდი ხარჯები და ფინანსური ამბავი მიაქვს. ჩემ შემთხვევაში ცოტა ისე იყო რომ მივხვდი რომ საერთოდ არ გამოჩნდებოდა. არც რაღაც ესე კონკრეტულ ფრენდზე არ მქონდა ასე ვთქვათ შეთხლეშვა და ეს მინდა რომ მქონდეს ესე არ ვარ ეგეთ ყოველდღიურობაში და ამიტომ დიდად გავუწყიტე რომ კომფორტზე მქონოდა აქცენტი ვიდრე იმაზე რომ აი რაღაცა ფეხსაცმელი მეწმეოდა რომელიც რაღაცა ყველა პატარძალს აცვია ხოლმე რაღაც ეს სტანდარტულად და ძალიან ესეთი ჩვეულებრივი არაფერი განსაკუთრებული ფერებში ზუსტად იმ ფერში ჩემს კაბას ქონდა შიგნით ცოტა ოდნავ მოკრემის რომ მოყავისფროში დაფენა რომელთანაც ჩემი ფეხსაცმელი იდენტურად ჩაჯდა და ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის რომ არ იყო ძალიან მაღალგუცლიანი არც მჭირდებოდა ძალიან მაღალგუცლიანი ყოფილიყო და იყო სქელი ქუსლით საერთოდ არ შემქნია პრობლემა, არ დავვლილვარ, ძალიან კომფორტულად გავიარე ეგ პერიოდი, ანუ თვითონ ქორწილის პერიოდშიც ეგ იყო ძალიან კარგი გადაწყვეტილება და მეორე კაბის შემთხვევაშიც რახან კომფორტზე ვიყავი, ასე ვთქვათ,
უფრო კომფორტზე ვიფიქრე მეორე კაბის ამბავში, გადავწყვიტე რომ ყოფილიყო მოკლე, ჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, კაბა, სხვათა შორის ეს სადა არ იყო, კარგად ჩანდა, ოღონდ არ იყო ეს თეთრი იყო, ვერცხლისფერი. ანუ რაღაცნაირად ის ვქენი, რომ მაინც ვერცხლისფერი უფრო თეთრი მასიც. წვეულების ო, მიმართულების კაბა იყო. ეცი, კი. ფეხსაცმელებიც რაღაც ესე თქვათ, არც ძალიან მაღალ ქუსლიანი, ძალიან დაბალ სადა ქუსლზე იყო და სხვათა შორის ძალიან გამარტივდა მე მიუხედავად იმისა, რომ ის კაბა მთელი დღე რომ ცმოდა, ალბათ დისკომფორტი არ მექნებოდა, მაგრამ აი ეს ამხელა რაც ის გახდა და მე ამ კაბის შეცმა ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო და სხვათა შორის ესეც ექსფრონტად გადაწყვიტა რომ ესეთი კაბა მინდოდა და ესეც მზიას დამსახურება იყო, რომ ზუსტად ის გამოვიდა და რაც მართლა ის კისით ვანახე და რაღაცნაირად მთელი გულით და ემოციით მომყვა ამ ამბავში. მე მაგალითად ჩემთვის პრიორიტეტია რომ რაღაც მომენტებში მშვიდად ვიყო და დაორგანიზებულად მქონდეს ექსესების გარეშე და ისეთი ადამიანები რომლებიც ამ ყველაფერს ქმნიან ესე ვთქვათ ცოტა ნერვიულ პერიოდში ყოველთვის დასაფასებელია და ძალიან დიდ რეკომენდაციას უწევ ხოლმე მეც თუ ვინმე რაიმე რჩევას მკითხავს. Mhm. ეხლა მაინტერესებს შენი როგორც კონტენტ კრეატორის ხედვით როგორ დაგეგმე ფოტო და ვიდეო გადაღება და ამ კუთხით რა გამოცდილება გაქვს? ესეთი საკითხია, რომელშიც აი გულწრფელად უნდა გითხრა რაღაცები შემეშალა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ამბავში ამ ამბავში ძალიან ისეთი ვარ, რა ქვია, ყველაფერი ჩემს გარშემო ხდება ხოლმე და უკვე იმდენად დაღლილი ვარ ხოლმე ამ გადაღების, ხოლმე ძალიან ყოველს გვიყვარს პოზირება და ასე შემდეგ, მაგრამ აი ხანდახან უკვე ისე ვიყავი რა, ქორწილის პერიოდიც რომ მოდიოდა, რომ თითქოს აი ესე დიდად არ ვღელავდი მაგაზე, რომ აი როგორ რაღაცა ფოტოები ხო იქნება, რაღაცა ისეთი ვიყავი და ძალიან ისე არ უყურებდი. ჩემ შემთხვევაში იყო ამბავი, მე რახან კონტენტ კრეატორი ვარ და rilsებს ვქმნი, ძალიან მიყვარს დეტალების აქცენტირების გაკეთება და ემოციებზე. ანუ თუ მაგალითად ვიღებ ქორწილს ან რაღაც ისეთ ამბავს, სადაც ადამიანები ბედნიერები არიან, აი ეს დეტალები უცბად ვიდრე აი ადამიანი თქვა დააყენე და აბა იქ ხილი დადე და ესე ლამაზი გამოვა, ამას მირჩევნია, რომ რასაც აკეთებენ რეალობაში, ის მომენტები წამები დავიჭირო. გათვლა იყო ესეთ ადამიანზე, ვინც მეყოლებოდა, თქვათ, ვიდეოგრაფად, რომელიც გადაიღებდა ისეთ კადრებს, შეაგროვებდა მთელი დღის განმავლობაში, ეს იქნებოდა ჯვრის წერა, ხელის მოწერა და ქორწილი და მომცემდა ამ კადრებს, რადგან მე ვარ კონტენტ კრეატორი, მინდოდა რომ რაღაც სიმბოლურად ჩემი ვიდეოები მე დამემონტაჟებინა და აი ეს ემოციები, რაც ყველანაირი ემოცია შემეკრიბა და მე rilsების სახით მე თვითონ ამეწყო. ხო, შეცდომარაში დავუშვი. რა თქმა უნდა ძალიან კარგი კადრები მაქვს და რამოდენიმე rilsიც უკვე მიდევს ჩემით გადაღებული, მაგრამ რაღაცნაირად იმდენად უკვე დაღლილი ვიყავი ამ ქორწილებს რომ ვყურებდი ხოლმე რომ რაღაცა ეს 2-3 წუთიანი ვიდეოები რომ იქნება და აი თითქოს ეს ეფექტები და რაღაცები რომ ადევს, ეს ყველაზე ნაკლებად, ანუ ეს არ მინდოდა რა და რაღაცნაირად აი ამას რომ ხაზი გადაუსვი, ავტომატურად ხაზი გავუსვი იმას, რომ მთელი დღის ვიდეო, ანუ ესე უწყვეტი ვიდეო მქონოდა რა, ანუ გულისხმობ, რომ აი მე რო რჩება 40 წუთიანი ვიდეო. ამაზე ვთქვი, თავიდან ვეღვარი, რომ მეთქი რაღაცა 60 წუთიანი კადრები მექნება და მე თვითონ მოვუვლი. მაგრამ ფიქრობ, რომ ეს იყო შეცდომა და რაღაცა პერიოდის მერე შეიძლება უფრო ვინანო ეგ, იმიტომ რომ ერთი მთლიანი ვიდეო, რო ასე ვთქვათ, წლები და პერიოდი რო გავა, იმ დღის რაღაცა ნაწილები რა თქმა უნდა გახსოვს და იცი, მაგრამ ის ემოცია იქ რა იყო, ის თუნდაც არა საჭირო საუბარი, ვიღაცის სადღე გრძელო, ვიღაცის ესე გამოსხვა და რაღაცა, მე უფრო ძალიან კარგ ემოციას აღვივებს, როდესაც მაგალითად თუნდაც შვილებთან ერთად დაჭდები და ამ ყველაფერს უყვები და არა თქვათ ესე უხმო კადრები. მე მაქვს ახლა უხმო კადრები მაგალითად და ეს ცეკვის მომენტები და ვთვლი რომ აი ეგ აუცილებლად უნდა გამეკეთებინა და არ უნდა ასე ვთქვათ ასეთი მიმართულებით არ უნდა წავსულიყავი რა, იმიტომ რომ ეგ ემოცია მაინც საბოლოოდ ემოციად რჩება. თუმცა ახლა კი ესე ბოლომდე ხას ვერ გადაუსვა, მაქვს ის ასე ვთქვათ გამახსენებს ამ დღეს, მაგრამ კარგი იქნება რომ თუ ვთქვათ რაღაცებს გეგმავთ და იდეაში გაქვთ გათვალისწინებული ფოტო ვიდეოგრაფი და ეხლა ძალიან პოპულარულია უკვე მოკლე rilsები, რომელსაც უბრალოდ ტელეფონითაც ქმნიან და ძალიან შესაფერისია იმისთვის იმ დღისთვის და ძალიან ზუსტად ის ემოცია მოაქვს და თან ძალიან მალე გაქვს
ეს ყველაფერი ეს ძალიან დიდი ფუფუნება არის. ამის გარდა ამაშიც არ უნდა დასაგოთ თქვათ რესურსი, რომ რაღაცა იყოს ადამიანი, რომელიც უბრალოდ ამ ყველაფერს აღწერს, იმიტომ რომ მე ძალიან კარგი ემოცია მოაქვს რა რაღაცა პერიოდს მე. იბრუნებს. ანუ აქ შენ შემთხვევაში ის მოხდა, რომ რაღაცა შეთანხმება არ იყო ზუსტი იმისა, თუ რაც რეალურად გინდოდა რომ დაგჩერნოდა. ვერავის ვერ დავაბრალებ ამას, ჩემი პირადი გადაწყვეტილება იყო ეს და ზუსტად გაითვალისწინეს ეს ყველაფერი, რაც უთხარი ისე მოხდა. მაგრამ ჩემი პირადი გადაწყვეტილება იყო, რომ არ მინდა მეთქი რა ეს 40 წუთიანი ვიდეო და რაღაცა არ მინდა თქო რა, პროსტა გადავიღოთ კადრები და ამას მე მივხედავ თქო. კი, მივხედე და მაქვს და ვუყურებთ ხოლმე და რაღაც ემოცია მაქვს ამ 5 წუთიან ვიდეოსაც, რომელიც თქვა ავაწნიან rilsების ახითაც, მაგრამ აი ის რო დაჯდებიან ხოლმე მინახავს ჩემის ვიდეო, ახლა 28 წლის ვარ უკვე და ესე 29 წლის წინ გადაღებული ვიდეო და რაღაც რო განვიხილავს და მახსოვს რომ ბავშვობაში სულ მქონდა პროტესტი, მე მანდ რატო არ ვიყავი და ანუ პროტესტები რა ამ ქორწილში რატო არ დამპატიშეთ რატო არ დამპატიშეთ, ხო? ანუ ისეთი რაღაცა რიტუალივით იყო ხოლმე ამ ყველაფერზე ჩაჯდომა და ერთი საათი ყურება, რომ აი რაღაცნაირად ახლა უკანა შემოწელს ამ ყველაფრის ასე ვთქვათ დაბრუნება აუცილებლად მაგ დეტალს ჩავამატებდი. და კიდევ ფოტოს ამბავში აუცილებლად გასათვალისწინებელია, როდესაც გაქვთ დიდი ქორწილი და წავთ ფოტოგრაფი, ასე ვთქვათ, თქვენს გვერდით, ის ადამიანი ძირითად შემთხვევაში არის ორიენტირებული თქვენზე. რა თქმა უნდა, შეიძლება მან გადაიღოს ფოტო, ვიდეოც, ანუ გადაღებული იქნას სხვა ადამიანებისაც, რომლებიც თქვენს გვერდით არიან, ანუ ოჯახის წევრების ან ასე შემდეგ, მაგრამ თავიდანვე ზოგადად შეთანხმება მიდის ხოლმე იმაზე, რომ თქვენზე არის ორიენტირებული. ხა როდესაც ამასი კაცი არის ძალიან რთულია, რომ აიარო აქეთ იქით და თან პატარ ძალს გადაუღო, თან იმ მომენტებს და თან ეს არის შეუძლებელი. ამას ვიაზრებდი თავიდანვე და ჩემი გადაწყვეტილება იყო ის, რომ მეორე ფოტოგრაფის მოყვანას ვარჩიე, რომ დამედგა გიფერი, რომელშიც გადაიღებდნენ ფოტოებსაც, თან main point-ი იყო ის, რომ დაბეჭდავდნენ და ასევე უნდა ყოფილიყო გიფი. ჩემ შემთხვევაში უკვე რაც პრობლემა გამოიკვეთა ამ მომენტში, ანუ ეს იყო უპასუხისგებლობა, რასაც ვიტყვი, რომ ეს უკვე ჩემი ბრალეულობა არ იყო. რახან იდეაში არ მყავდა ესე კონკრეტული ორგანიზატორი, რომელიც ნუ რა თქმა უნდა თეატრის თავისი ორგანიზატორი ყავდა და ეს გოგო მართლა გადამყვათა თავს, მაგრამ ეს თემა მას არ ეხებოდეს პირადად, მე შემოვიყვანე ეს გიფერის აპარატი და მოხდა ისეთი სიტუაცია, რომ გიფერს ესეთი, ანუ გადავიხადე შესაბამისი თანხა, რომ ეს გიფერი არ მდგარიყო სადღაც კუთხეში და ამ გიფერს უნდა იარა მაგიდებთან, ანუ კამერამენი იყო ერთგვარი, რაღაცა ჩაცმულობა ჰქონდათ რა, არის ესეთი სერვისი, რომელიც დადის და სტუმრებს ესე ყველას უღებდა ფოტოს, ან უბეჭდავდა, ან გიფს ემაშობდა. ეს მქონდა ემოციურადაც და გონებაშიც. აღმოჩნდა ისე, რომ ეს გიფერი მთელი ამ დღის საღამოს განმავლობაში იდგა სადღაც მიყრუებულ ადგილას. ეხლა რომ ეს პატარძალი ხარ კიდე ამ ყველაფერზე ვერ ირბენ იქ, ანუ არც კი ფიქრობ ამაზე, რომ იცი რამე ხო არ გამომჩა და ეს არის ალბათ ორგანიზატორის main point-ი, რაშიც გჭირდება, რომ ასეთ დროს ყავდეს ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს მოაგვარებს. ჩემ შემთხვევაში აღმოჩნდა ისე, რომ ძალიან ესე უხეშად შეიძლება ვთქვა, მაგრამ დაინახეს, რომ ყველა ვერთვაბოდით და ამაზე აქცენტი არ გვექნებოდა და წარმოიდგინეთ, 3-4-5 საათი გრძელდებოდა ქორწილი და იყო გადაღებული მხოლოდ 70 ფოტო. ანუ 70 მემორით დამხვდა ეს 70 ისიც იმ გვერდით, სადაც ხალხმა დაინახა, რომ ეს ადამიანები იყვნენ და ამ ყველაფერს აკეთებდნენ. უპასუხისგებლობა და აი რაღაცა ცუდად ჯერ საერთოდ გიფერიც არ აღმოჩნდა, მე აღმოჩნდა რომ მხოლოდ ფოტოს იღებ და მე ცოტა 2-3 დღის მერე ცოტა რომ გავიაზრე ეს ყველაფერი და შევედი ლინკზე და რომ ნახე რომ რაღაცა ძალიან ცოტა იყო არა და გასვლა მქონდა რომ ვინც თქვა კადრში ვერ მოხვდებოდა ფოტოგრაფთან აუცილებლად იქ მივიდოდა და რეალურად არაფერი არ დამხვდა, მართლა არაფერი იყო ახლა 300 კაცის ყოლობაზე, რა თქმა უნდა ამ კომპანიას ველაპარაკე ესე ძალით აი ესე რაღაცა ნახევარი თანხა დააბრუნეს უკან, მაგრამ ეს იყო ჩემი მხრივ იმედგაცრუება, ერთადერთი იმედგაცრუება, რომელიც შემხვდა ესე აი პირადად რო გეკმავდი და იქ თავზე რო არ ვეტექი რა.
ხო და ძალიან კარგი არის თუ ამ იდეას ვინმე განახორციელებს საკუთარ ქორწილში, იმიტომ რომ ფიზიკურადაც რჩებათ. ძალიან კარგი ემოცია აქვს, როდესაც იქვე ადგილზე გიბეჭდავენ ამ ყველაფერს და იდეა არის ძალიან კარგი. თუ ამ ყველაფერს ვიღაცა ზუსტად ისე შეასრულებს, ამათან წარმოიდგინეთ ეს დღე ხო მეორედ აღარ ბრუნდება რა, მე ხა თანხას დამიბრუნებ თუ რას დამიბრუნებ, ის დღე აღარ ბრუნდება და ჩემთვის ძალიან დიდი იმედგაცრუება იყო, რომ არ შემჭა ის, რაც ძალიან მინდოდა და რაშიც ძალიან დიდი რესურსი ჩავდე. თუ ამ ყველაფერს დარწმუნებული იქნებით, რომ ეს ადამიანი და თავიდანვე შეანთანხმეთ ეს ყველაფერი და თუ ორგანიზატორი გეყოლებათ აუცილებლად ის ამ ყველაფერს მოუვლის, მაგრამ თქვენს რაღაცა გონებაში გქონდეს ჩემი მაგალითი, ძალიან კარგი იდეაა, თუნდაც მეორე ფოტოგრაფის მაგივრად ეს ადამიანი რო ყავდეთ ეს დანადგარი რო იყოს თქვენთან, იმიტომ რომ საკმაოდ ცოტა განსხვავებული ვაიბი ქონდა, ვინც დაინახა მითხრა, რომ ძალიან კარგი იყო რამოდენიმე და კარგი იდეა იყო, მაგრამ ვისაც არ დაუნახავს, ძალიან გული დაწყლათ, რომ იცი რა, თალკე ფოტოებიც გვინწოდა და რაღაცა ფოტოგრაფი რო არ იყო და ამაზე მქონდა რა ეს გათვლილი და სამწუხაროდ ამან ვერ გაამართლა. მაგრამ კიდე ფოტოზონას რაც შეეხება, კიდე მქონდა რაღაც ესე იდეა, რომელიც განახორციელებდა, მგონი ჩემ ქორწილში იყო პირველად ქორწილში ეს ბოქსი. თუ გინახავთ რაღაცა ფრეიმები რო არის გაკეთებული, შიგნით შესასვლელი ბოქსი არის და ჟურნალისტისავით კეთდება და შიგნით შედიხარ და რაღაცა მემორი ფოტოს იღებ. და ნუ ამ მემორი ბოქსზე, კი არა, ბოქსზე მქონდა რაღაცა save the date, ჩვენი თარიღი იყო და n კვადრატი, იმიტომ რომ ორივეს n-ზე გვეწყება სახელი და რაღაც თავიდანვე რაღაცა ეს ქორწილი n კვადრატს მოვარგეთ. და ძალიან იდეა იყო, იმიტომ რომ ესეთი რო დაინახეს სტუმრებმაც და ძალიან ბევრი ხალისეს, შიგნით ძალიან კარგი ემოციური ფოტოები გამოვიდა და თან რაღაცა ინტევრად ძალიან კარგად ჩაჯდა იმაში, რომ რაღაცა არასტანდარტული რაღაცებიც მინდოდა გამეკეთებინა და თავიდან ამბოქსზე ძალიან ბევრი ვიწვალე ველაპარაკი კომპანიას, რომელსაც უნდა დაემზადებინათ და მე აღმოჩნდა, რომ არსებობს უკვე მზა ეს ყველაფერი და შეგიძლია რომ ერთი დღით იქირაო რამდენიმე საათით და უკარგესი მომსახურება მქონდა ამ ადამიანებთან და ძალიან კარგ პოინტად დამრჩა, რომ აი ცოტა განსხვავებული რაღაცა გავაკეთეთ ფოტო, ვიდეოს ამბავში. მჰმ. ძალიან დიდი მადლობა ესეთი დეტალური გამოცდილების გაზიარებისთვის და თან მით უმეტეს ყველა ვინც ქორწილზე ლაპარაკობს, ყოველთვის ხაზს უსმევს ხოლმე მხოლოდ დადებით და პოზიტიურ გამოცდილებას და არასდროს იმ რაღაც ფეილებს და იმ რაღაც შეცდომებს, რომელთაც პრინციპში დროში უკან დაბრუნება რო შეეძლოთ, გამოასწორებდნენ და მაგას ძალიან ვაფასებ, რომ ესე გულწრფელად მოყევი, რა შეგეშალა, რა შეიძლება და სხვანაირად გაგიკეთებინა და ჯერა რომ სხვებს ძალიან გამოადგებათ შენი გამოცდილება. კიდე დავამატებდი ერთ თემას, სადაც არ მოლაპარაკე, ისინი არიან ადამიანები, განსაკუთრებული ადამიანები, რომლებიც ჩვენ ქორწილში არიან, ეს არიან მიჯვარეები, ჩემ შემთხვევაში, ანუ არ ვიცი, ალბათ რაღაც სამყარო მომცა ის ასე ვთქვათ, სიამოვნება, რომ ესეთი ადამიანები მყოლა და გვერდით ისინი ჩემი ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ აქამდეც, რა თქმა უნდა, და ეს გადაწყვეტილება მივიღე, რომ ეს ორი ადამიანი ჩემი მეჯვარე ყოფილიყო, მაგრამ ანუ აი არ ვიცი, ისინი რომ არ მყოლოდნენ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ გეყოლება ამ დროს გვერდით. ადამიანი, ანუ აი შეგრძნება მქონდა, რომ ხანდახან ჩემი ქორწილი კი არ იყო, ანუ მათი განსაკუთრებული დღე იყო და მიიღეს როგორც მათი განსაკუთრებული დღე, იმიტომ რომ ჯერ იმ დღესაც კონკრეტულ იმ დღესაც ხო აფორი აქებული ხარ, ყველანაირად გიგებენ შენს რაღაცა გამოხტომებსაც ძალიან ისე პასუხობენ და დაგეგმის პროცესშიც მართლა აი თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ორი ადამიანი ვარ ყოფილიყო, ესე ვერ გამოვიდა და ყველაფერი და აუცილებლად სწორად არჩიეთ ის ადამიანები, ვინც გეყოლებათ ამ დღეს გვერდით. მჰმ. კი, აი მეჯვარებზეც მინდოდა ზუსტად რომ მეკითხა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ დროს თუნდაც ოჯახის წევრების, ხელის მომკიდეების, მეჯვარეების მხარდაჭერას და აი მაგ ნაწილში, აი ყველაზე მეტად რაში დაგეხმარა მათი გვერდში დგომა. ჯერ ემოციური საკითხი არის, როდესაც თავში ბევრი იდეა გაქვს და ქოსი გაქვს, რომ ვიღაცამ ეს ყველაფერი დაგალაგებინას, ან გითხრას, რომ იცი რა ნინა, ეს ეგრე არ არის, ესე არ უნდა გაგიკეთებინა და თქვა სხვანაირად შეგეძლო, რომ ეს ყველაფერი ემოდი დამშვიდდი და ხვალ გადავწყვიტოთ ეს ყველაფერი, ანუ ამ თემაშიც ძალიან დიდი როლი ითამაშეს მათ და კიდე იყო აი თვითონ წეგან კაბაზეც რო ახსენე რა, ძალიან დიდი, ანუ მე ძალიან ბევრ რაღაცას ვსერჩავდი და ძალიან ბევრი იდეა მქონდა, მაგრამ ორი ადამიანი რო გემატება, რომელიც ამ ყველაფერს კიდევ უმატებს გამოცდილებებს და აზრებს კითხულობს, ანუ ძალიან დიდი კომფორტია.
პლუს ამას მეჯორების გარდა სხვათა შორის ჩემი ძმაც ჩართული იყო ამ ყველაფერში და აი იმ პერიოდში, როდესაც ძალიან ბევრი ინვენტარი მქონდა, მოკლედ ის ერთჯერადი რაღაცები, რაც ჩემი ქორწილისთვის გამოვწერე და ესე ვთქვათ, განაწილებული მქონდა მასზეც და მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული არ იყო ამ საკითხში, ძალიან კარგად შეითავსა ეგ ყველაფერი და ანუ ძალიან ის არის რა, თან სასიამოვნოც არის, რომ ეგეთი ადამიანები, ეგეთი ახლო ადამიანები ჩართულები არიან შენს ესეთ მნიშვნელოვან დღეს, იმიტომ რომ აკეთებენ გულით, სიამოვნებთ თვითონაც და აი რა ვიცი, რა მე ჩემთვის მაგალითად რო არ მოგატყოთ ისედაც ხო ჩემი მეჯვარები ძალიან მიყვარდა და ძალიან კარგი ემოცია მქონდა, მაგრამ აი ამ ყველაფერმა ისეთი პოინტები დამანახა, რომ აი მართლა მივხვდი რომ ცხოვრებაში ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღე, რომ ესეთ მნიშვნელოვან დღეს ეს ორი ადამიანი მედგა გვერდით, ამიტომ აი არ ვიცი 80% ძალიან დიდ დროს ასრულებენ ხოლმე ისინი ჩვენს ყოველდღიურობაში, ზუსტ ყოველდღიურობაში რა იმ დღეში და იმ წინა პერიოდშიც, რასაც გეგმავთ. ამიტომ ყოველთვის გქონდეთ ესეთი ადამიანების იმედი, ვისაც გვერდით დაიყენებთ და ეს მხოლოდ არ არის სტანდარტულად, იცი რა, ჯვისწერაზე გვერდით უნდა გეიდგეს და რაღაცა სტანდარტული საჩუქრები რაც ანუ ხო ხვდებით რა რაღაცები მოყვება მეჯვარის სტატუსს. და მე მომავალში ბავშვის ანუ ამის გარდა არსებობს ბევრი რაღაც ისეთი პოინტი, რაშიც ემოციურად ჩემთვის ახლო ადამიანი დაგიდგება ესეთ დროს გვერდით. მმ, ქორწილის მერე უკეთესად ხედავ, ვინ არის შენი მეგობარი, ხო? კი, კი, ნამდვილად. ხო, მეც ძალიან ახლო და ძალიან ძვირფასი მეგობრები მყავს და ზუსტად ხვდები, რასაც ამბობ და ზოგჯერ მართლა რომ შენ შეიძლება არ იყო იმ შენს რაღაც საღგონებაზე და ამ დროს იმედი რო გაქვს, რომ ეს ადამიანი ზუსტად ისე გეტყვის რაღაცას, როგორც აი მართლა შენ უნდა მიიღო გადაწყვეტილება და მაგ გადაწყვეტილების ისტორიაში რომ დაგარწმუნებს, ან პირიქით არასწორობაში რომ დაგარწმუნებს და მართლა ძალიან დიდი სიმდიდრე მგონია, როცა ადამიანს ეგეთი მეგობრები გყავს. კი, კი. ჩემ მმ, შემთხვევაში პრობლემა ის, რომ მაგალითად მეიქაპი რო გავიკეთეთ და ასე შემდეგ, ასე შემდეგ, მე ყველაფერმა რაღაცა ძალიან იდეალურად ჩაიარა ჩემმა ამბავმა, მაგრამ ჩემი მეჯვარეების, ანუ ერთ და იგივე მეიქაპ არტისტი ყავდა და ვინც ამ ყველაფერს უზრუნველყოფდა, მაგრამ ნუ იყო რაღაცები, რაც მათ ძალიან მალე მოხდა ამ ყველაფრის, ასე ვთქვათ, მოშორება და არ იყო ის საკმარისი, რაც მოკლედ პრობლემა შეიქმნა ამაზე და არ იყვნენ კმაყოფილები, მაგრამ არც ერთი წამით არ მიგრძნია ეგ, რომ რაიმე დისკომფორტი ქონდა, თან რაღაცა ის იყო ან ხასიათი შეცვალა, თან ასე შემდეგ, იგივენაირი ემოცია, ანუ საერთოდ მიზერული იყო ეს პრობლემა, არა და ხო ხვდებით რა, მეჯვარე ხარ და გინდა რომ კარგად იყო და ამისთვის ემსადები, მაგრამ ესეთი პატარ-პატარა წვრილი პრობლემები რაც იყო, იდგა ამ ჩემს ასე ვთქვათ სიამოვნებაზე ზევით არაფერი არ დამდგარა და ეს არის ზუსტად ის ემოცია, რაც გჭირდება, როდესაც ხარ პატარძალი და გაქვს ესეთი განსაკუთრებული დღე. მმ, ხოდა მადლობა ესეთ ქალებს, ვინც გვერდში გვყავს ხოლმე, კი, არა მარტო ქორწილის დღეს. საკმაოდ საინტერესო საუბარი გამოვიდა შენთან, ისეთი რომ ერთ საათსაც გავწდით და ყველაფერს და მე მგონი მართლა უსასრულოდ შეგვიძლია რომ ამ თემებს გავყვეთ. თუმცა დანარჩენი სხვადასხვა დეტალებიც მინდა რომ სხვადასხვა პატარძლებმა თავისი კუთხით გააზიარონ და ეს საბოლოოდ რაღაცა ერთიან ფორმაში მოვიდეს და ჩვენ წვლილი ამაში ძალიან დიდია და უღრმესი მადლობა მართლა ამ ყველაფრის ესე გულწრფელად, ღიად და დეტალურად გაზიარებისთვის. მე არ მიყვარს ხოლმე მოკლედ ნათქვამი რაღაცები და აი ზუსტად რაღაცა ეგეთი განწყობით რომ მოყევი ყველაფერი, ძალიან ძალიან დიდი მადლობა ამისთვის შენ. პირიქით, მადლობა თქვენ და თუ ვინმეს რამეში დავეხმარებიან, თუ ვინმეს თქვათ დაჭირდება პირადადაც რომ რაღაც დეტალები აინტერესებს, ნებისმიერი ადამიანის მესიც ან შეტყობინება სიამოვნებით უპასუხებ და რაღაცა ჩემს პატარა დეტალებსაც არსებულ ამბავთან დაკავშირებით სიამოვნებით გაუზიარებ და მადლობა თქვენ ამ შესაძლებლობისთვის. მადლობა დიდი.